მე და შენ შევხვდით ერთმანეთს, მერგე წილად. ისეთ გასაოცარ რაღაცებს ვისმენ ხანდახან შენგან. გზავრთა კითხევდის ამბავსა, მათ თანა ემოყვრებოდა. აი ნახე, ეს არის ქართული ცნობიერება და სული. აი ეს ცოდნა თუ არ გადავამუშავებ და ენერგია და არ ვაქციეთ. მაგისთვის მოგვეცა ეს ცხოვრება, რომ ვეძიოთ. რისთვის ვიძენთ ამ ცოდნას? თუ არ ხარო, არ ხარ. იმდენ სიტყვაზე უკრავ აქედან ერთდროულად. დაიჯერება ხარ ამოვირე. გულის ჯამში დამიგროვდა ჭვარტლი, მოგიზგიზეს სიყვარულის გამო. ძალიან დიდი სიყვარული, ძალიან დიდი მოროტება და აღიქმება. ფათაშორის აი ჩვენი ეპოქის პრობლემაა. ეს ომები, ტანჯვები, წამებებიც ჭარბი სიყვარულის მოთხოვნით არის. ყველაფერი საბოლოოდ არაფერი არ არსებობს გარდა სიყვარულისა. მამა გურამ ოთხოზორია. ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა თანამედროვე ქართულ მართლმადიდებლურ სივრცეში. მამა გურამი დაიბადა სამეგრელოში, წალენჯიხის რაიონში, 6 დედმამიშვillian ოჯახში. მისი ცნობიერი მდიდარია როგორც ქრისტიანული თეოლოგიის სიღრმისეული ცოდნით, ასევე სხვა რელიგიური, ფილოსოფიური თუ მეცნიერული სწავლებების აღქმით. მამა გურამის ხედვა განპირობებულია კაცობრიობის პირობო სიყვარულით. ცხოვრების გზა, მოღვაწეობა და პიროვნული ღირებულებები დამაგონებელია როგორც სულიერი, ისე საზოგადოებრივი თვალსაზრისით. მისი ქადაგებები ხშირად ინტერნეტშიც ვრცელდება და ბევრი ადამიანის გულამდე მიდის. მამა გურამს ჯერა, რომ ადამიანის გადარჩენა იწყება ერთით, საკუთარი თავის გაუმჯობესებით. მოგესალმებით, ეთერში არის კაცმანის სხვა პოდკასტი. და მადლობა, დავინახე. და დღეს დღევანდელი დღე მადლიერებით ხვდები ამ დღეს, იმიტომ ჩემთვის ძალიან ძვირფასი სტუმარია დღეს მამა გურამი, რომელსაც დიდი ხანია ველოდები ჩემთან და შევეხმიანე, დავპატიჟე და მივიღე პასუხად, რომ მზად რო ვიქნები მოვალო და ეს დღეს დადგა და რაღაცნაირი სიხარული მაქვს მინდა გამოვხატო და მადლიერება. მეც გამოვხატავ მადლიერებას სიხარულს ამ ჩვენი სტუდიაში ვარ და მშვენიერ ადამიანთან. მე ჩემი ზეკიდოდი ჩემი სულის მეგობარი. ჩემი სულის მეგობარი. ფათაშორის სიტყვა მეგობარი თუ იცი. აბა? ძალიან საინტერესო. აბა? ფათაშორის მენელებისთვის ეს ჩვენთან ხო იცი, ჩვენთან იყო მოარული ესეთი რომ მეგობარი, ერთი გობიდან ვინ ჭამს და სინამდვილეში ლიტერატურებმა ბოლო პერიოდში აღმოაჩინეს ეს სიტყვა ფერეიდნელ ქართველებს შემონახული თავდაპირველ მდგომარეობაში. არის მეგობარს, ეძახი მეგვიებარს. ანუ ის ეგუება. შეგუებაში რომელთანაც მოდიხარ ის არის შენი მეგობარი და. თუ დააკვირდები, აი ვინ არის შენი მეგობარი, ვისაც პირველად შეხვდით და იქ მოხდა რაღაცა და მე რჩება თუ არა და არასოდეს არ მოხდება. ნაპერწკალევი ეგრევე. აი შეხვედრა რა ჩვენ რო ვამბობთ. ადრე როგორ იყო, ახლა სიტყვები რჩება, მაგრამ სიტყვებს დაკარგული აქვს ის არსი, რასაც გამოხატებდით მაშინ და ინერციით მოდის. და შეხვედრას ვამბობ და შეხვედრა მოხდა წავედით. ხვედრი ხდები უკვე მისი, უკვე ორი არ ახარ. თუ შეხვედრა ხდება უკვე ორი არ ახარ, მასთან ერთფრიანდები. მე და შენ შევხვდით ერთმანეთს, დღეს როგორ გაიგება? მივდიოდით, შევხვდით და წავედით, წამოვიდით, მაგრამ შევხვდით ვერგეთ ერთმანეთს, მე შენ შემხვდი, გარედან კი არა, მერგე წილად. შენი თავი მე შემხვდა, გარედან არა, გესმის, აი ეს ხა დავუშვი ჭიქა, მე შემხვდი, მერგო წილად, მოვი. აი ეგ არის გამთილიანება, იმიტომ ადრე ხო გარსი, თხელი იყო, განსხვავებულების გარსი და შინაგანი ძლიერი იყო. ამიტომ თუ ორი მონათესავეს ხვდებოდა, იმ წუთას იყო ეს ხდებოდა რაღაცა ანთება, რეაქცია შესვლა ხდებოდა გამთილიანება მეორესთან. იცი როგორ განვიცდი ამას? როცა ვიღაცას ეგეც შევხვდები ცხოვრებაში, გრძნობ რომ გავფართოვდი. აბა. გაფართოება მოხდა შიგნით ჩემი და ისეთი განცდა, მაგრამ ჩემი თავი ამოვიცანი სხვაში, სხვა ამოვიცანი ჩემში. იმ მომენტში გრძნობ რომ იმაზე დიდი ვარ, ვიდრე აქამდე. ხო, აქამდე. ანუ ფაქტორი რა გამოდის, შენ თავს იშენებ, იგებ. ორე ის სხვა არის სხვა მე. ახლა ამ შემთხვევაში საშა კაცმანი კი არა, საშა სხვა არის, დიდი საშა, უსახელო საშა, რომელიც ამ პატარა ებრაელები მას ეძახიან შვირატკელი, ანუ პირველი ადამიანი დაიმსხვრა,
მაგრამ ის ერთი ადამი ხო ყველა ნამსხვრევში წავიდა როგორც ზისხივი, რომელიც ატარებს ნამსხვრევების მერე თავის თავს მთლიანად იმ ნატეხში და მიდის გამთლიანებისკენ და ეს მესიაში აღდგა ქრისტეში ერთი სრული კაცი. და ამიტომ ჩვენში არის ორი ძალა, ერთი რომელიც აუცილებლად უნდა გამოუყოფოდით, რომ ინდივიდი ყოფილიყავით მატერიაში, გარსი შეგვეძინა სოციალური, კულტურული ეპოქის, გენეტიკის, განათლების ხაზი. ეს გარსები, რომ ვიდრე მომწიფდება ის თხევადი რო იყო კანკალა. და როცა ეს გარსი და გამორღვევები ხდება, დიდი სიყვარული და გამთლიანების წყურვილი, რომელიც გადალახავს გარს, ოღონდ სიმწიფის დროს, მანამდე არა. შენში ყოველთვის მაოცებს ეხა შენ კაბალისტურ კონცეფტს შეეხე გამთლიანების და მერე დაშლის და ისე კარგად იცნობ ბევრ კონცეფციას და ამავე დროს მე მიჩნდება ყოველთვის ეს კითხვა და მინდა მაგ კითხვას შევეხო, იმიტომ რომ ძალიან სიამოვნებს ის, რომ შენ ამ შენ ცნობიერებას ამდიდრებ ყველანაირი ცოდნით თუ რაც კი შეგხვდება გზაზე, ისეთ გასაოცარ რაღაცებს ვისმენ ხანდახან შენგან, რასაც არ მოველოდები ისეთ რაღაცას ვისმენ და ალბათ ეს საუბარი მაგიტომაც არის ჩემთვის საინტერესო. მაგრამ მართლმადიდებლობა თითქოს არის მაგაში შეიძლება არასწორად მესმის და მან შევდივარ ზუსტად მინდა გავიგო, რომ მართლმადიდებელი. ანუ მან შედის მართლმადიდებელი. ანუ ორი კომპონენტისგან შედგება, როგორც მე ხა ვისმენ. და ამ დროს შენ საკმაოდ გაბედულად თავისუფლად შემოგაქვს რავი კაბალისტური კონცეფცია, სხვა კონცეფცია და თავისუფლად თითქოს ისე რომ ჰარმონიაში ხარ, მაგრამ აი როგორ თანაცხოვრობს ეს ორი რამე ერთმანეთში, აი რაღაცნაირად. მადლობა, აი რო იტყვიან ამასაც აი ჩვენი სულების ნათესაობის გამოვლენა თვლი იმას შენ ასე ღრმად სამხედი ქრისი ამოტანაც მიდოდა ერთ-ერთ აბსოლუტურად, ხო? აი გრიგოლ ღვთისმეტყველს აქვს ასეთი რომ მე მთელი სამყაროს სიბრძნეები როგორც ფუტკარმა ყვავილები და ნექტარი მოვაგროვე და ქრისტეს ფეხებთან დავდეო რა აქ მოვიტანეო ესმის ამ შემთხვევაში ქრისტე არ უნდა გავიგოთ როგორც ქრისტიანების ან მართლმადიდებლების იმას არ ქონდა ქრისტე რა ქრისტიანი იყო თავის დროს რო ეს ქრისტიანობა მის უბრალოდ იმას გამისი მოძღვრება შეკრა შეფუთა ეს სოფლიო კრებებით ის აუცილებელი იყო რომ არ გაღვრილიყო ეპოქი და ის გულის დატოვა რა გვინდა ჩვენ ახლა მეორე რაც შეხება მე რომ მითხარი გიკვირს სინამდვილეში მე ჩვენ თვლით რომ ვეფხისტყაოსის მემკვიდრები ვართ ავთანდილს რო ვატარებს შენ თუ თვლი ამას ან მე ქართულ კულტურაზე გაზრდილები ხო ვამაყობთ ავთანდილობით და თუ ვამაყობთ მაშინ ავთანდილია ის ვინც უცხოთა ადგილთა ვიდოდა იარებოდა გზავრთა კითხევდის ამბავსა მათთანა ემოყვრებოდა აი ნახე ეს არის ქართული ცნობიერება და სული ჯერეთი მთელი ვეფხისტყაოსანი რომ ლანდშაფტი რო გადის საქართველოს კი არა ინდოეთს და იქით ხატაეთი და აქეთ არაბეთი და მთელი რო ვერ ეტევა და ავთანდილი რომ ამ უცხოთა ადგილს ეძებს რომ ტარიელს უწამლოს და მე ემოყვრებოდა მგზავრებს ანუ კი არ ებრძოდა ანუ მათ გამოცდილებ მგზავრები ვინ არიან ვინც გაზაზე არიან გამოსულ გზაზე არიან ეძებენ და ავთანდილობა რა არის ჩემში რომ შევკრიბო ყველა გამოცდილება რომელიც ამათ დაუგროვებიათ ამ კულტურებს ეპოქებს არა აქ ნიშნობა ჩვენ გავდივართ და შემოკრიბო ეს და შემდეგ შეძლებ შენ ბოროტების არსის გაგებას რომელიც თუ არა გამოცდილება და ცოდნა ეტიკეტს მიაკრავ როსტევანივი და ბრძოლას უწყებდა მაშინ დაგლეწავს ნახე რა უყო როსტევანს იმის გამო რომ როსტევანს არ იყო გაბედულება და ემოციამ და ამბიციამ აი ამ პრობლემას ჩააგდო და ავთანდილმა ეს იცის და თინათინიც ამიტომ უშვებს მიყევი არ შეიძლება რომ იმას ბუდე არ ხოდეს სადმე და აი 3 წელი რო ეძებს და გადალახავს თავდასხმას და მე ამოწურავს ყველაფერს ბოლომდე რო დაიცლება შემდეგ ხედავს უკეთ არის ანუ ჩვენ რას გვასწავლებს ეგა სხვათაშორის აი ჩვენი ეპოქის პრობლემაა საშა მე მინდა ისევ ებრაელები მოვიშველიო იმ გაგებით რომ მათ ესე ტერმინი აქვთ ურწმუნოს მატერიალისტი და ათეისტი ადამიანის აღსანიშნავად სიტყვა ეპიკოროს ნუ ეპიკოროს მოდის სიტყვა ეპიკურელები ანუ
რატო გაიგივეს ახლა თითქოს ეს ახლა ეპიკურელები აზროვნებდნენ, მაგრამ იყო ეს სულიერი ონანიზმი ერთგვარი, იმიტომ რომ ამ ინტელექტუალურ უნარს, რომლითაც მათ უნდა შეეცნო ჭეშმარიტება სამყაროში რა არის პირველ ინტელექტუალურ აი მათ აქცევდნენ ტკბობის, აი თვითონ თვითდაკმაყოფილების, თვითკბობის და ჩვენ ეპოქას დღეს აი რომ ამდენი ცოდნა დავაგროვეთ ხო აი ტექნოლოგიები განვითარდა ინტერნეტი ესე იგი ყველაფერი მოწოდებული ანუ ხელოვნური ინტელექტი ხომ საერთოდ სიგიჟეა ანუ დაგიჭწნიხავს უბრალოდ ინფორმაცია კი არ მოაქვს არამედ ყველაფერი და შენთან მოაქვს და ამ დროს ჩვენ საშიშროება არის რომ დანამატად ვიქცეთ ამ ცოდნის და აი ეს ცოდნა თუ არ გადავამუშავეთ და ენერგია და არ ვაქციეთ აი ჩვენი სწრაფი საგნის ჭეშმარიტების ძიების გზაზე და თუ დავტკბებით უბრალოდ აი საუბრობთ ხო ჩვენ ახლა და აი ეს მას უკვე ებრაელი ეძახის უკვე ეპიკუროს ანუ აქ რაღაცა აკლია რომ თუ ჩვენ უბრალოდ საუბარში დავრჩებთ აი ვეფხისტყაოს ხანი ხო და მე როდემდე შეიძლება ვისაუბროთ თუნდაც რელიგიებზე თუნდაც ამაზე საბოლოო ჯამში რაღაცა ეს ცოდნა უნდა გადავიდეს ენერგიაში რა კარებს ვადგებით არ ვინ არის სტარიელი ვის უნდა უწამლოთ გაჯეთში ვინ არის ანუ ეს ყველაფერი ხო სიმბოლო ნიშნებია და აი ეს გვავიწყდება და თვითკმარი ვრჩებით ამის საშიშროება არის ეს არის ეპიკურეიზმი რომ ამ ტკბობაში არ დარჩე ამ ცოდნით გაბრუებულობაში და აი ამას აი ეს გადმოიტანო ცხოვრებაში თუ დიახ ეს თვითონ ძალად იქცევა მაგრამ როგორ აქცევ ძალად თუ შენ ეს სურვილი არ აგაქვს ანუ ბერას ვამბობ ვიცი თვითონ ეს პროცესი თუ გაგიტკბა და კარგად ხარ და არ გაწუხებს უფრო დიდი წვდომის ფარდის გადაწევის გარღვევის და პლუს ყველაზე მთავარი იმის მიწვდომის რომელსაც ბოროტება ქვია იქამდე აი ტარიელამდე და ვინ არის ტარიელი ყველა ადამიანი არის ტარიელის სიმბოლო იმიტომ ნესტანს ეძებს ვინ არის ნესტანის 64-ის ნეტარება ველა ადამიანი დაღდასებულია ვიც არ უნდა იყოს გარეგნულად ამ ნიშნით უბრალოდ ის ეძებს მატერიაში სადღაც მერე რო ვერ პოულობს გაბოროტებულია უკვე იმას აქვს უკვე ისეთი მორგებული კლიშე ან სოციალური ან საზოგადოებაში რაღაცა ან პროტესტს აცხადებს საერთოდ უარს ამბობს თამაშზე მეგებუტებით ნარკოტიკი ღვინო თამაშის ყველაფერი გაქცევა ვერ უძლებს მას ახსოვს ეს ნათელი მან იცის რომ აქ უჭირს ამის ან რაღაცეები და აი ამიტომ თუ გვიდა ჩვენებს ჩავიდეთ ცირამდე აი რაც ავთანდილმა გააკეთა რომ თელის გამოცდილებების ჯამის მიმართულება რისთვის ვიძენთ ამ ცოდნას რა არის საგანი ჩვენი ძიებების რა დევს იქ ბოლოში ან ვინ გველოდება ვინ არის ის არ ვიცი ის როგორაა გადაწყვეტილი დასასწავლი აქ მინდა პაუზა გავაკეთე მინდა მოგიწვიო ხო აქ არის ну ასი სიტყვა აღარ არის, იმიტომ რომ ზოგი სიტყვა ყველა სტუმარი ვინც მოდის, სიტყვას ამოიღებს, მე მიაქავ. და პატარავდება ეს სია, მაგრამ ჯერ კიდე დიდია. რამდენი წლის მარაგია? 4 წლის მარაგი არის. ანუ იმ ტემპით როგორიც მივდივარ, ხო. შესაბამისად მე ვამბობ, მაგრამ ჯერ მაღაზე მინდა შევეხო, რომ ეს ასი სიტყვა ხელით ნარჩევია ჩემი. სინამდვილეში ვეყნობოდი რას? უნივერსალურ ადამიანის საჭიროებებს. ის სიტყვები აქ, როგორც არის მაგალითად ზრუნვა, უსაფრთხოება, რწმენა, მეგობრობა, პატიება, ყველაფერი აქ არის. აი ზოგად საკაცობრიო, რომელიც თითქოს და დედამიწაზე ყველას ერთნაირად გვჭირდება, სხვადასხვანაირად გვესმის. ერთნაირად გვჭირდება, სხვადასხვანაირად გვესმის. იმიტომ რომ კულტუროლოგია, კონტექსტი ქვეყანა, ენა, რელიგია, რწმენა, ბევრ რაღაცა განაპირობებს, როგორ აღვიქვა. მე ამას როგორც მოქმედებას, თორე განა ვინმე არის, რომ ზრუნვა არ ჭირდებოდეს. ანა განა ვინმე არის, ვისაც სიყვარული არ ჭირდება, ან მეგობრობა არ ჭირდება. მაგრამ კონტექსტი განაპირობებს, მე როგორ აღვიქვა ამ სიყვარულს, როგორ აღვიქვა რა არის მეგობრობა, როგორ აღვიქვა როგორი არის მხარდაჭერა. ანუ რაღაცნაირად ეს. ამიტომ ეხლა დღეს საქართველოს ფარგლებს არ ვწდებით მაინც ქართულ კონტექსტს ვინ არჩუნებთ. ამას სიტყვიდან ვიღებთ ერთ-ერთს და მაქვს ეგეთი თეორია და მაგ თეორიაზე ჯერ მინდა გესაუბრო, სანამ ეს სიტყვა ამოვიდა. სიტყვას ვიღებთ. მე ყველანაირად ვცდილობ სივრცეს შევქმნა, სადაც
ამ სიტყვის უკან რა მნიშვნელოვნება გიდევს შენ როგორც ჩემს სტუმარს და მე როგორც მასპინძელს არ გვიშლის ხელს რომ ვიყოთ ჰარმონიაში და ეს ორივე ავაცეკოთ ერთმანეთში რომელიც ან ერთი გახდება ან ორი სადღაც რაღაცნაირ ჰარმონიულ ცეკვაში დარჩება მნიშვნელოვნებას გულისხმობ რომელსაც გამოვიტანთ რომელიც არც ვიცი ხო ვინდობ სულად მინდობილი ვარ სამყაროზე რას მოგცემს ახლა სამყარო აქედან რომ ამოვიღოთ ვიცი რომ ყველაფერი სიყვარულია აქ ეს სიყვარული სხვა ფორმები დევს აქ სხვა არაფერი არ დევს მაგრამ აი შეთანხმება იმაზე რომ შეიძლება განსხვავებული ქონდეს შეიძლება შენთვის ზრუნვა იყოს აი ავის დასხმა ან წყლის დასხმა რომელიც მოგართვეს და ჩემთვის ზრუნვა ნიშნავდეს ჩახუტებას ამ მომენტში ამ კონკრეტულ წამს ვიზახით თორე განა გვაშორებს ესე ერთმანეთს ის რომ შენთვის ზრუნვა წყალი არის და ჩემთვის ჩახუტებაა თუ მაინც გვაშორებს აი თითქოს ერთ სიტყვას ვამბობთ სხვადასხვა რამეს გულისხმობს სხვადასხვა აი ტატიანა ჩერნეგოვსკაიას ბევრი მოსმენთ ჩვენ წყინვალე პიროვნება აკადემიკოსი ნეირო რაღაცა სპეციალისტია ტვინის სასწავლო ვიდეოები ფილოლოგია ენათმეცნიერი და ეს აქ და მან ეძახის ეგე ესეთი კვალია ასე საერთაშორისო ტერმინი არისო ანუ რომელშიც ვერ შევდივართ აი როგორი ყურება ირონებიდან ის რომელსაც ვერ დააფიქსირება მასში ტყდება და შედეგს გომავ ტვინი უკვე აფიქსირებს უკვე რეაქციებს მაგრამ მისი ახმა ის მოუხელთებელია ჩვენთვის და სწორედ ეგ არის საინტერესო აი აქ ინსტრუმენტი ვერ ჩადის ის შედეგს აფიქსირებს და აი ამით მიუხედავად იმისა რომ მე და შენ ახზე ერთი ძალიან ნაცნობი რაღაცა თემის გარშემო ორი ხედვა გვაქვს ეს არის ну მოკლედ დამატებითობის პრინციპი ასე რომ თქვა ხა ნიზბორი გამახსენდა მე არა ვარ ფიზიკოსი მაგრამ მომიწია ერთი რამდენიმე წელი რომ თეორიული ფიზიკის რაღაცა საბაზისო ის გამევლინე დამჭირდა ჩემი ძიების გზებზე მოდერნ ნიზბორს აქვს ესეთი კონტრარიას უდ კომპლიმენტა ეს ცნობილი ლათინური სენტენცია ბეჭედცეც ეკეთა ეს მასე ურთიერთსაწინააღმდეგონი აღმასვლებლები არიან ერთმანეთში და რატომ თუ ჩვენ რამდენიმე კუთხიდან ერთ არსზე საგანზე სიტყვაზე ურთიერთგანსხვავებული მიდგომებიდან ერთი შედეგი არ მივიღეთ თვითონ ეს არ მტკიცდება ამიტომ რაც უფრო მეტი ხედვა არის აი სიყვარულს როგორ განმარტავ ან რა არის შეუძლია ერთ ენას გამოხატოს ბოლომდე ჩვენ უნდა მივაქციოთ უარადობრივი და სიტყვა წყობას არის ქართულად სიყვარული რატო მიყვარ ხარ ან ახლა ვარ და ხარო ესე იგი ეს რას გეუბნება რომ სიყვარული ამთილენებს ყოფნას ჩემს მე ვარ და შენ ხარს დავუშვათ ან დავუშვათ ასე მე ვარ შენ ხარ ხო ახლა თუ შევაერთებთ ის თუ შევკვეცავთ ორი არ გვაქვს მათემატიკურად ერთი არ დარჩება მაშინ რა დარჩება არ გამოდის ვარ პლუს ხარ ორი არ ხო გვაქვს ერთი ხო უნდა შევკვეცოთ მათემატიკა მაშინ რა რჩება ვხარ და ვხარობ ვხარობ ნიშნავს მაშინ როცა მე და შენში არის გამთილიანება უკვე და ასე მიყვარ ხარ ალბათ მეც ვარ და შენს ხარ გახარ რუსკიდე ეს ხარ ნიშნავს ხარობ ანუ შენ როგორ ხარ ნიშნავს როგორ ხარობ თუ არ ხარობ არ ხარ იმიტომ რომ ხარ არ ნიშნავს არსებობას უბრალოდ ხარობ არ ხარ ახლა რაც შეეხება სიხარულს სიხარულსაც არის რაღაცით მოგური რა არის სიხარულის სულის თვისება როგორც წყლის თვისება სისველე ეს სული არის სიხარული თვითონ და როცა ეს დავკარგეთ უკვე გარეთ გავიტანეთ და მოგვა გარედან გარეთ არის და უკვე სიამოვნებას ვეძახით სიხარულს და ეს ის არ არის ბუნებრივი ეს არის უკვე ტრანკვილიზატორი გარედან რომელიც გავიტანოთ თავი ხოთაშორის ძალიან მნიშვნელოვანია ხე მაშინ ვეთქვი რომ სამარიტე დედაკაცს მაცხოვარი ველაპარაკება ჭასთან იაკობი ჭასთან ჭარის სიმბოლოა წყარო რომელიც მე ამ წუთისობაში და ვიპოვო რომ დავიკმაყოფილო ხუთი გზობის ორგანოს მოთხოვნა სიხარულზე სიამოვნებაზე რატომ იმიტომ ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა არის სიხარული ეს 64 მდგომარეობა სტანდარტი როცა ეს კარგავ მე იძულებული ვარ ჭიდან ანუ თვალი დასანახით ყურით მოსასმენი მუსიკა მჭირდება საბა მუდმივად ვქაჩავ ჭიდან წყალს და ვიღლები კი ვიკმაყოფილებ ისევ მომწყურდება ისევ და ხვატში სიცხეა უნდა ამოვიღო უნდა მოვიტან აბა მითხარი რომ დაიკმაყოფილო რაღაცაზე მანქანაზე
ან რაღაც რამდენი შრომა გჭირდება, მე დაიკმაყოფილებ ისე მოგწყურდება უკვე. მარტო შრომა არა, დრო, ენერგია დაცვაზე, ამაზე ყურადღებაზე, მე ეს იფიტება როგორც ხანასავი. მოიფხანე, რატო არის ექიმი რო გიგზავნოს არ მოიფხანო? იმიტომ მეორეჯერ მეტი მხანა გჭირდა, ერთი თუ პირველი მაგარი კლასის მანქანა იყიდა, ან კაი ბინა ის დიდხანს ედენება და ახალი თუ არ ამოვავს, ახალ ქრისერას ამბობს. შენ რო ჭასთან და დიხარ და მოგაქო, თუ წყარო ზალებო, რომელსაც მე მოგცემო, არ დაგჭირდება გარეთ გასვლა. შიგნით გექნება წყლის ნაკადულები და ის უსასრულო დიდენს, ანუ ადამიანში არის შიგნით ის 64 სრული არახსოვნა, ოღონდ არის გადამტვერილი. როგორ მიაგნოს? აი უყურეთ, თვითონ ის ფაქტი, რომ ჩემში არის უკმარისობის განცდა, ნაკლებობის განცდა, არასრულობის განცდა უტყუარა დადასტურებს არსებობს სისავსე და სრულყოფილება. მაშინ მე არ მეცოდინებო. აბა საიდან რატო გაკლია რა? უკაცრავად და ჭამე, აი ცხოველი ავიღო ძაღლი, აჭამე, არცივა, რაღაცა წამოწვება და მორჩა არაფერი არ უნდა. მოშივდება, ადგება, ლომი, პანტე, ყველა ასეა და იქ ადამიანში რა ხდება? აი ზუსტად აქედან იწყება დიდი ნიშნა. წყურვილი საიდან არის მაგას უნდა უკვე ადასტურებს ჩემი არასრულყოფილებას, სრულყოფილებას. მე ვარ სრულყოფილის გამოზიდული არასრულყოფილება, რომ ისევ მისკენ მივიზიტო. ამას პეტრიციც იგივეს ამბობს და ჩვენი დიდი მოზრუნების და არამხოლოდ ებრაული ფილოსოფია თუ ისა იმიტომ რომ უკუეტრფისო მეტრფე პეტრიცის გამოზიდულია, მომწყდარი არ არის. და რაც უფრო მეტად გამოზიდულია პირველ წყაროზე, მაშინ იზრდება ისევ მისკენ მიბრუნების წყურვილი ტრფიალება და ამას ვერაფერი ვერ შეაჩერებს, უბრალოდ გზადაგზა ადამიანი. მაგრამ მე მაქვს ერთი კითხვა. მე მაგაზე ბევრჯერ მიფიქრია რა, საერთოდ ცხოვრება არის ამაზე საფიქრალი, მე მგონი, ანუ მაგისთვის მოგვეცა ეს ცხოვრება, რომ ვეძიოთ და აღმოაჩინოთ და გვიხაროდეს და რაღაცა მომენტში ისე ვეძიოთ და ისე აღმოაჩინოთ და გვიხაროდეს. ერთი კითხვა მაქვს ეგეთი. ხშირად მიფიქრია, რომ ივრიდზე სხვადასხვა ადამიანი არის ბენადამი. ანუ ადამის შვილი, ხო? ადამიანი საბოლოო ჯამში არის ადამის შთამომავალი და ადამიანის ისტორიას ხედავ ხშირად, რომ აი ეს მე როგორც აღვიქვა, მინდა გაგიზიარო და შენი პერსპექტივა მოვისმინო. მაგაზე მე როგორც აღვიქვა, რომ მიეცა ადამიანს თავიდან ეს მიეცა, რასაც შენ შეიძლება ამბობ, რომ იყო მოცემული, აბა სხვანაირად გემო საიდან ვიცი, შიმშილი თუ გამძღარი არ ყოფილვარ. ანუ პირიქით როგორ შეიძლება ეს ერთი მეორეს გარეშე ვიცოდე. ამიტომ ჩემთვის რაღაცნაირად ის 64-დან გასვლა მე ამ 64 ჩემთვის ადამიანურ ცხოვრებაზე რომ მიფიქრია, აი ეს ჰომეოსტაზი, აი ეს მდგომარეობა, რასაც ქვია, რომ სრულყოფილი მდგომარეობა არის, თითქოს ჩემთვის აი ადამიანის ჩვეულებრივ ცხოვრებაზე რომ მიფიქრია, ეს არის მუცლადყოფნა. აი დედასთან რო ხარ კავშირში სრულად და სამყაროსთან ხარ შეერთებული სულ და არასოდეს არ გაკლია ეგ. ხა სხვა საკითხია რომ შეიძლება ზოგ სტრესული, მოდი ესე ვთქვათ, 90% შემთხვევაში ეგრე 10% რაღაცა გადახრა ყველაფერში არის. გასაგებია ხო? მაგრამ ჩემთვის ეს ჰომეოსტაზი არის ეს მუცლადყოფნა, როდესაც სულ ვარ კავშირზე სამყაროსთან, ამ შემთხვევაში სამყარო არის დედას სამყარო, ამ სამყაროში ვარ დაბადებული, მე აღმოცენებული ვარ ამ სამყაროში და სულ შეერთებული ვარ და იმ დაბადების მომენტიდან იწყება ოვა იმ ჰომეოსტაზისკენ, რომელიც ოდესღაც ჰქონდა და ჩემს ხელს ახსოვს ეს მდგომარეობა რა დედაზე რო შეერთებული იყო და ანუ ჩემს ხელს ხო ახსოვს, ჩემ გონებას არ ახსოვს. და ჩემ გონებას ალბათ რავი 3 წლის მერე დაიწყო მეხსიერება და ზოგ 3 წლის კი არა 5 და 7 და 10 წლის არ ახსოვს. მაგრამ ხელს ხო ახსოვს ეს მდგომარეობა. თავისთავად არის იქ ხომ ის აი გალაქტიკასა გენიალურად. ძნელი აღარ არის პოვნა, რაც რამეა დაკარგვა. რადგან რასაც კარგავს სოვნა, მას ინახავს ღრმად ინახავს ჩვენი გული. ანუ გალაქტიონი აღიარებს სოვნის გარდა, სოვნა შეიძლება ახალძგემერი დაგემართოს სკლეროზი და სახელიც კი დაგავიწყდეს და შვილი ვერ იცნო. ეს ყიფეა, მაგრამ არის სხვა საცავიო. ღრმად ინახავს ჩვენი გული, ანუ იქ არის, რომელშიც ყველაფერი იგდევს. შენ გახსოვს თუ არ გახსოვს? ასასწაული.
ანუ გულს ახსოვს. ამიტომ ის არის რომ ჩვენ არ გვასვენებს, ის რომ მოწყდეს, მაშინ სამყარო გადაგვარდებოდა და შეიძლება ადამიანი არც აცნობიერებს, ამათ ცნობიერად რისკენ ილტვის, რა უნდა რომ კითხო. მაგრამ ყველაფერი საბოლოოდ იმ ერთის ბიძგებია, რომელიც მას არ ასვენებს. სხვათა შორის იქ რომ გამოდევნა დაიწყო, ხა ჩვეულებრივ და ხა ეკლესიაც აღიარებს ამას. გაგების დონეებია, წვდომის დონეები. ხო, ჩვენ ხო ერთნაირად არ ვწვდებით მათემატიკა. აი 1+1 არითმეტიკა, გადავდივართ მათემატიკა, იქ უმაღლესი მათემატიკა, ინტეგრალი რაღაცები, მაგრამ ყველაფერი მათემატიკის ციფრებია, მაგრამ დონეებია. პავლე განარჩევს სამ დონეს. არის რძე, არის მწვანილებული ესეთი და არის ხორცი. ეს სამი დონის საკვები. რძე არის ჩვილთათვის და არის მაგარი საჭმელი. ახლა ჩვილის გაგება ის რომ 64-ში ღმერთი გაბრაზდა ბავშვებმა იქ რაღაცა გააფუჭეს, მოკლედ ღმერთმა ასე ჩანს პირდაპირ რომ ვერ დაინახა ესე რა. და მე უბრაზდება და გაბრაზებული ღმერთი ამათ გამოაძებებს 64-დან. ახლა გარკვეული სულიერ ასაკის როგორც თოვლის ბაბუაჯერა ბავშვებს და რაღაცა ეს აზრდელია და აუცილებელია ჩვენ ხო არ დავცილით ბავშვებს. ეს დონე უნდა გავიაროთ, მეც გავიარეთ ყვავილობა. რომ ასე ვხედავდი. მაგრამ დიდ სიღრმეში რომ გავდივართ, ხა ისააკ ასური მამების მამაა და ის პირდაპირ ამბობს ეს არის ბავშვების გაგება. მათ ყველა ვარიანტში დაეტოვებინა 64 როგორც პროექტი. გარშემო უსიერი სამყარო იყო ასათვისებელი. და შემდეგ როცა გამოაძევეს, ახლა უყურეთ ანუ გაიზარდა, ჩამოიშალა, ეს უნდა ჩამოშლილიყო და იმ საშვილოსნოსავით. კი იყო იქ ორი გზა, ხო, ერთი სიცოცხლის ხის გზა და ჩვენ არ ვიცით როგორ წავიდოდა და მეორე ბოროტების სიკეთის შეცნობას ხეს თუ შეეხები, აქ უკვე ნახე, იქაც მუქარა არ არის ახლა. მას არ უთქვამს ამ ხეს თუ შეეხებით მოკლავთო. არამედ რა უთხრა შედეგი მოკვდებითო, ანუ მინიშნება და მე არ ერება ორია, მაგრამ ანუ ის არ დარჩები რაც იყავი აქ. თუ ტრადიციული გაგებით გასაგებია რომ რა თქმა უნდა ეს შევწოდეთ და კი ბატონო, მაგრამ ღმერთი იმ ცოდვასაც მოაქცევს უფრო ამაღლებულ მდგომარეობად, ვიდრე უცოდველობაში იყო. ახლა რომ შევადარო ძალიან კაი ის არის, რომ გავუყოთ ეს ორი ადამი ახლა. მოდი ორი ადამი, ხო არის სუპერპოზიცია მიკრონაწილაკებით, რომ უსასრულო ვარიანტებში ერთდროულად ყოფნა. აი თუ ადამი წავიდოდა სიცოცხლის ხით და აქეთ, მაშინ ამ რეალობას ჩვენ ხო არ მივიღებდით, მაგრამ ის რეალობა ხო არსებობს სადღაც პოტენციაში, პარალელურ სამყაროში, რომ არ შეეცოდა როგორი ცხოვრობდა. ზუსტად ეს არის გადმოტანილი უძღებიშვილის იგავში. ორი ძმაა მან. ნახე ავიღოთ მამის ქვეშ, მოდი 64 დავარქვათ. ორი ძმა არის, ორი მდგომარეობა, ორი ვარიანტი. პირველი ვარიანტი, ანუ მეორე ვარიანტი უძღებიშვილი, ანუ მამას ართმევს ქონებას, მე მინდა ცალკე ვიცხოვრო. ქონებაში აქ არ იგულისხმება არაფერი გარდა ინტელექტუალური უნარებისა, ნიჭისა, ყველაფერი, რაც ღმერთმა ჩვენში ჩადო. გამოეყო პირველ წყაროს და შორ ქვეყანაში დაემკვიდრა. სხვათა შორის ადამ კაინზე წერია, როდესაც კაინი დაემკვიდრა ნოდის ქვეყანაში, აი 64-ის გარეთ, როცა უკვე კაინი აბელს კლა. ეს უყურახა თუ კაინი დაემკვიდრა ნოდის ქვეყანაში, მე რას მაცებს, ეს როგორც ისტორია. ამიტომ როცა ამას წავიკითხავთ როგორც სიმბოლოებს, აქ უკვე ებრაულიც უნდა იცოდე რაღაცები და შეადარო, რომ გაცოცხლდეს ეს და შენი სული მდგომარეობა დაინახო და არა უბრალოდ სადღაც ვიღაცასთან თავი გადამხვდარი ისტორია. აი ნოდი რო ნახოთ სიტყვა რა არის, ყველაფერი დგება, ნოდი ნიშნავს აი რუსულად სმუტა, ზურაბ კიკნაძე კარგად არის, საესავი, შფოთი. ანუ შფოთის ქვეყანა არის მდგომარეობა უკვე. შფოთის მდგომარეობაში აღმოჩნდა უკვე. და ამ შფოთიდან უშფოთველობა იყო საწყისი მდგომარეობა და შფოთი მას არ ასვენებს, არის ზრუნვა. ქრისტე რო ამბობს ნუ ზრუნავთ. ნუ ზრუნავთ, რას იშა ნუ ზრუნავთ იმას კი არის, არაფერი არ გაიგოს, ზრუნ არის შფოთი, რუსულად ქვია ისა ბერძნულადაც და ქართულადაც ბოროტება ყველა დღეს თავისი ბოროტე ეყოფაო, არის გადმოცემული მას სიტყვა ზრუნვა. ანუ ნუ ზრუნავთ იშა ნუ კანკალებო, აი მე რა ვჭამო, რა ვსვა და ეს მდგომარეობა უყურეთ 64 არსად არ წასულა. 64 ყველამ წამოიღო შიგნით, კაცო ეს სურათ ხატია ჩემი, მე ხსოვნა წამოვიღე, მაგრამ აქ რო აღმოჩნდი მე ვცდილობ 64-ის გემო, ფერი, სურნელი, მდგომარეობა, აი აქ განვახორციელო უკვე პროექტი რომ მომაკ.
და უკვე მატერიაში ვცდილობდა, ამიტომ არის ქალაქები აშენდა ჯერ მერე მუსიკალური საკრავები რო გაიქაროს, 64 ხმები გაიმეოროს ინსტრუმენტებში, მერე რაღაცა წერს, მითოსები იქმნება, რაღაცები ნელ-ნელა და საბოლოო ჯამში ეს მიდის მინიმუმზე და უძღებშვილი რა დღეში ჩავარდება შორ ქვეყანაში უკვე რკო ენატრება. რკო რა არის? ორები საჭმელი. მოდი ახლა სიმბოლოში გადავიტანოთ. ღორი არის რისი სიმბოლო, ყველაფერი რაც ნივთიერ სამყაროში არსებობს არის სურათ ხატები და სასწაული ჩემთვის. განახარებზე იზრუნავ ღმერთმა ჭიანჭველებზე, ეს არის მატერიალიზირებული თვალსაჩინოებები, რომ მათი მეშვეობით მე ჩემი თავი შევიცნო. ადამიანს როებნება იბატონე ყველაფერზე, ცაში ფრინველებზე, ზღვაში, მასე თევზებზე, ქვეწარმავლებზე, ცხოველებზე, რას იშლებს იმეფე. ანუ ეს ჩვევები და თვისებებია, რომელზედაც ადამიანმა უნდა იმეფოს, აი ისთვის დაიმეფოს. ანუ ამ გამებდეს და აქ ხდება რომ ეს უძღები შვილი ღორის მდგომარეობაშია, ღორის საჭმელი. ახლა ღორი არის მატერიალური მოთხოვნილებები, მიწდა რომელიც ვერაზოს ვერ დაიკმაყოფილება. როგორც კოთი ღორი ვერ ამოვისებს მოცა. კოთი იკვებებოდა და ისეთ რა, აბა შევხედოთ დღევანდელ სამყაროს და ალექსანდრე ჭავჭავაძეს რო აქ ისა ვინ არის იგი ვისთვის გული ერთხელ აღებსოს და რაც მიიღოს ერთხელ ნატვრით ისე ეკმაროს აბა თვითონ მეფენის და აღიძვრიან როდის იქნება ის ქვეყანაცა ჩვენი იყოს და ასე შემდეგ სულ გაუმაძღრობა და სხვათა შორის ეგეც კვეთის დიდ გეგმაში შედის და რატო სხვანაირად სამყაროს ვერ აითვისებდა ადამი იმიტომ თუ კი მას არ ეგულებოდა ახლა რომ გაფცხვდის ახლა რომ ამას მიაღწევს უკვე დამშვიდდება იქ 64 იქნება ახლა ამასობაში გაიგო სამყარო გაფცხვდა ბოლომდე იმ ხსოვნა რო ეპოვა გესმის რა ის არის აქ ჩადებული თუ ის თვითკმარი იქნებოდა ადამი და გაბრუებული 64 და დასრულებული ის ვერ გაიტანდა და სამყაროს ვერ მას აიძულებდა ეს ნაკლებობა რომ ეძება და ამასობაში აითვისა სამყარო და განულდა. აი როგორც კი ნულდება ეს უძღები შვილი და ხედავს, უკვე გონს მოეგო იმ დროს როცა უკვე არაფერი არ დარჩა, უკვე რკოები ენატრება და იმად წემსად უდგება ღორების, აი ამის იქით დაცემა არ არის. ჩვენ ახლა გადმოვიტანეთ თუნდაც კაცობრიობაში ეს დღე და მოდის გონს. აი იქ ახსენდება ბოლო წერტიში რომ მამა ჩემთან მსახურებიც კი უკეთესად არიან ვიდრე მეო და ახლა ეშინია მამასთან დაბრუნების, მაგრამ გადალახავს შის და უღირსობის გზნობას. და ამბობს რომ მსახურად მაინც დავუდგები. და მიდის თავჩაგედრული. მან დაერწახვიდი ჯერ დააპაუზე, იმიტომ ეს ჩემი აზრით უკან მოbrunება და ისო ტოლვა გვაქვს და ისევ გვინდება უკან ჰომეოსტაზში დაბრუნება, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ხოლო დათვისების მერე, რასაც სამყაროს ბოლომდე այդ მანამდე ხალტურას ვერ გააკეთებ, ციგნის ბავშვებით ხელში არავინ არ აგიყვანს, რომ ფეხი ჩვენ ბავშვობაში ვიცოდით, ეგრე ვითომ დავიღალე დედა ამიყვანა, არ აგიყვანა. ბოლომდე ამოწურავს შენს რესურსებს, აი რკოს შეჭამ, ის დაგაბრუნებს უკან და ეს არის ნამდვილი დაბრუნება, გონსმოსული დაბრუნება და არა შიშით. არა რა. რა სხვაობა არის გონსმოსული დაბრუნება შორის და შიში დაბრუნება შორის, როგორ ხედავ? გონსმოსული არის გახსენება. რაც იცი. გონიერი კაცი ვის ქვია, აი ჩვენ არ ვაკვირდები სიტყვებს, აი ვიგონებ, მოგონება, აი მაგათად ავთანდიზი წერია საგონებელში ჩავარდ. დადგა საქმისა რჩეველი, საგონებელი არის სახსენებელი. მოიგონ მასთინათინის გონებას წავდა წამთანულად ჯარისა, ანუ გონება და მოგონება. ანუ გონიერი კაცი ვინ ყოფილა, ხსოვნა რო აქვს დიდი მოწყეტილი რო აქვს 60-ზე რო აქვს მიბმული. ფათაშორის ამიტომ არის რომ ყველაზე დიდი გადასალახი ჩვენთვის რომ გაიხსნა ჭეშმარიტება და იესოს მივეახლოთ, ანუ იმ სისრულეს სრულკაც არის უღირსობაზე ამაღლება. ჩვენ აი ეს გვაჭერს, აი უკვე უყურებ ჩვენ თავ მე როგორ და ვისაც სოვნა აქვს, ის არ უყურებს გარეთა ტანსაცმელს როგორია, რომ მე უღირსი ვარ, ის გადალახავს ამაზე, მას ჯერა რომ იესო არის მისი გახსენება, უკვე იქიდან მოდის და შეუძლია ამ ხსოვნას შეუძლია მხოლოდ გადალახოს თავის უღირსო თუ არა და აქ დარჩები. იუდა რას აკეთებს რომ ქრისტეს რო ყიდის განა არ უყარდა, განა არ იცოდა პირიქით იმდენად ჭარბი იყო ქრისტეს სიდიდე რომ იუდა ვერ არ ჯერა ასეთი უპირობო სიყვარული და ანადგურებს. იშორებს, იმიტომ რომ თვითონ ვერ უძლებს ამას, ანუ ჩვენს გვემართება ხოლმე ასე. რომ
ძალიან დიდი სიყვარული, ძალიან დიდი ბოროტება აღიქმება, იმიტომ რომ აღქმის უნარი არ აქვს ჩვენ. გესმით? და ეს მდგომარეობა არის სწორედ, ანუ გახსენებით დაბრუნება და რო გაგახსენდეს, ჯერ ეს უნდა ამოწურო, გესმით? სიზმარი, რასაც უცი სოფელი ქვია. ხო, ეგება, ხო, და გზა უნდა იარო, რომ მე მობრუნდე უკან. მე კი არ ბრუნდები, მობრუნება ხდები თვითონ გონს, ანუ გამოფხიზლება იწყება და უკვე ძალასაც არ ატან, იმიტომ რომ აქეთ მოიბალახე. ეს სიზმარი ამოწურო, ყველაფერი ვნახე. საწავიდა უძღებშუს რამე დარჩა იქით კიდე და აქ იღვიძებს ის ნამდვილი რომელიც აქამდე ლატენტურ მდგომარეობაში ხო თითქმის დავიწყებულიც ქონდა ან ამბობდა რომ მე უკან არ მიმესულება და კიდე გავქაჩავ და რასად გაქაჩავ შეგინდა არ გინდა საწყისკენ ბრუნდები როდესაც ამოწურა უკვე სამყაროს მამარდაშვილის ისე ამბობს როდესაც ჩვენ ამოუწურავთ ყველა ჩვენს შესაძლებლობას რესურს მაძიებელ გზაზე აი ზუსტად მაშინ გაგვეცხადება ახალი სამყარო და არა უადრესო ალტურას ვერ გააკეთებ. ამიტომ ერთგვარი ეს კოკეტობა არის და როგორ გითხრა ბავშვური ყვავილობა, ის რელიგიური, უბრალოდ ინფანტილიზმია, როცა გონიერ მე რაღაცას ვაკეთებ და ვსხონდები. მაგრამ შენ ახლა იმდენ სიტყვაზე უკრავ აქედან ერთდროულად, რომ ჩვენის და ხო, მე მგონია, მე არ ვიცი, ვერ ვხვდები ამოსაღებია თუ არა, იმიტომ რომ 1-20-30 სიტყვა დაახლოებით რაც აგდებს უკვე ჩვენ დიალოგში გაიყვიცა. და უფრო ფოკუსირება გავაკეთებ ერთზე, მაშინ არ გაგვიქცეს თუ თვალი დავხუჭო და ეს როგორ გაგეხარ. ბილეთს როგორ იღებდი შენ, აბა მითხარი ისე. მე ბილეთს მე ახლოს რაც იღე, ჩვენ ყველა ჩვენის ჰქონდა. მეთოდი რაღაცა, ანუ ციფრი ქონდა ჩაგორებული, არ ვიცი, ახლა მე მართლა. აი ამოიყი რომ რაღაცა, აი მაინც. აი სამყარო არა. მაინც აი ესე იყოს ეს, აბა. უყურებ ჩვენ პოდკასტს. არ დაგავიწყდეს, გამოიწერე არხი, დაალაიქე, დაგვიტოვე კომენტარი და გვაჩვენე, რომ მოგწონს რასაც ვაკეთებთ. შენ დაიჯერება ხარ ამოვიღე? არ ვიცი. სიყვარული. აგინა 90 სიტყვაში არაფერი სხვა დირექტორია აქ და სხვა დირექტორს კითხე რატო ამოგეღებინა ეს სიტყვა რატო დღეს რატო ამ წამს ანუ რაღაცისთვის ხო ამოგეღებინა ეს სიტყვა რა არის პირველი რაც მოვიდა რაში გაატარა ამ ცნობიერებამ ეს სიტყვა დღეს ამ სიტყვაში შეგვიძლია 90 გადაცემა ჩავწეროთ ცალ-ცალ და მე რას დავფიქრდი ისე არ გამოგვივიდეს რომ ვის უნდა ამოიღო აი მართლა ვიზახე ერთი რაღაცა მინდა ვიკითხო რა აქ ჩემ გუნდი იქეთ ზის და აგერ მაყურებელის მინდა მიმართო რომ აი როგორ ალაგებს სამყარო მოვლენებს როგორ ალაგებს ღმერთი მოვლენებს მამა გურამს უნდა ამოიღო სიყვარული აი სხვა ყველა სიტყვას შორის უნდა ამოიღო სიყვარული იმიტომ რომ დღეს მეთისნება არის რომ მე და შენ ვისაუბროთ სიყვარულზე. შეიძლება ამის დანაკლისია ყველაზე მეტად დღეს. რაღაც ემოციაში წახვედი. იმიტომ რომ აი ხო უბრალოდ ილა როგორ გითხრა აი არსებულზე როცა ლაპარაკობ უკვე არსებულს აკლებ უკვე რაღაცას აი გესმის? არ ყოფნის სიტყვები რო გადმოსცე? აი მაგალითად მე რო დავიწყო ახლა რომ მე ახლა საშა კაცმანის სტუდიაში ვიმყოფები. მე მწამს რომ ამ სტუდიაში ვიმყოფები. მე მჯერა მე ვიცი და რაღაცა გույიტყვით რომ რა დაემართა ამ კაცს რა არის ესედაც ვიცი. აი სიყვარულია ერთადერთი ეპიტეტი რაც დარჩა. ახლა არის აპოფათიკა ანუ რომელიც ამბობს რომ ჩვენ ღმერთზე ეს მართლმადიდებელი მამების და იუდაველი რაბინების და ინტერპრეტატორების თანხმდებიან რომ იმ ერთზე ლაპარაკი აგრძალულია. თუნდაც რო თქვა რომ ის დიდია უკვე შეზღუდე, იმიტომ ეპიტეტი გაუკეთე. რაღაცა დავიწროვე ერთი რაღაც. ყოვლის შემძლეა, დაუშვათ მოწყალია რა, მოწყალი მეტი არ არის, ეს თვისებებია და ის თვისებებთა ჯამი არ არის მიღმა. ეს თვისებებს მე გამოვწო ვიქიდან ჩემი დამოკიდებულებით ეს მივიღე, მაგრამ იმას არაფერ დააკეთე შენთვის არის ის რომ ღმერთი მოწყალია, იმიტომ ასე დაინა ვიღაცისთვის ძალაუფლებაა ეგ. როგორც ოკეინდა მოწყალი ამოიღო. ანუ ის არცეთ განსაზღვრებაში და ფორმაში არ ეტევა, მაგრამ ახლა რატო ვთქვი რომ ერთადერთია სიყვარული, რომელიც ეკლესია მამათა მოძღვრება და სახარება ტოვებს როგორც ღმერთის სიყვარულია.
და იოანე მახარებელს აქ პირველი იოანეს წერილი, აი 27-ჯერ არის დავთვალე, მე მგონი 2 თუ 3 გვერდიანი წერილია. პატარა სიყვარული, ეს სულ ყოველ მეორე მესამე წინადადებაში იმეორებს. ახლა მოდი და გაიგე. მე გაუცებული ვარ, ჯერ ვერ გამოვედი იმიდან რეაქციიდან, რომ რა მაგარი სიტყვა ამოვიდა, რა მაგარ რესპონდენტად თქო, ვისთან უნდა ამოვივიდეს. მაგრამ გეტყვი ახლა მე დავმიწდებით, მე მაინც უფრო მიდი ჯობია, თორე დამეხმარე, ახლა რომ ცოტა რაღაც ესეთი ის არის, ამას თუ რაღაცა გეტყვი რატო არის ჩემთვის ეს სიტყვა ყველაზე კომპლექსური? ჯესტი მგონია, რომ სიყვარული არის ის, რის გამოც მოვდივართ აქ. მე არ მგონია, რომ სხვა რამე არის გარდა იმისა ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნა, ყველაზე მთავარი საჭიროება, ყველა საჭიროება რო გავწიოთ ცოტა ხანი, სიყვარულის გაცემა და მიღება არის ის, რასაც დავეცებ. აი მეტი არაფერი არ მინდა. აი მე მინდა ორი რამე. მინდა უყვარდე, მინდა მიყვარდეს. და აი ამაში არის თითქოს სისრულე თან პოლუსი ორი, რომელიც მას შორის რო არ უყვარვარ, ალბათ ყველაზე მეტად მტკივა. მე რო გამოვიდან დასკვნას რო არ უყვარვარ, განა არ უყვარვარ, მაგრამ ნუ ჩემ ეგო ხო აქეთ არის იმისათვის რომ მითხა საშა. მე მგონი შენ ესე არ უყვარ ხარ ახლა რა ვიცი, შენ შეყვარებულ შენ უფროს ვიღაცა რა ვიცი უსხო ადამიანს, მეზობელს, მშობელს, ვინმეს. როგორც კი ის ჩემი ის თარჯიმანი რომ მე მხმას თარჯიმას ვეძებ. მე რო ის თარჯიმანი მეტყვის, ოღონდ ის ძალიან საინტერესო პერსონაჟი არის თარჯიმანი, რომელიც მიზის. საერთოდ მგონია რომ იმ თარჯიმანის დამსახურება არის რომ ხშირად აღვიქვავ რაღაცას შორს იმისგან რაც არის. იმიტომ რომ თარჯიმანს უჯერებ. მად ხო გლამთავრე იქ ხო და მივალ იქამდე რომ სიყვარული არის მე მგონია რამოდენიმე რეფლექსიას ვიტყვი. პირველ სადაც გამიგზავნა. პირველი სიყვარულის მიღება და სიყვარულის გაცემა არის მთავარი და ბიტლის სიმღერა ეგრევე მომდის ეს All we need is love. რაც ვჭირდება სიყვარული და მეტი არაფერი. ეგ მომდის პირველი როგორც რეაქცია, მეორე მომდის რომ სიყვარული არის ყველაფერი, ყველაზე რთული ფენომენი, კომპლექსური რთული არასწორი სიტყვა, იმიტომ რომ არის თან გზნობა, თან ემოცია, თან დამოკიდებულება, თან ლინზას რომელშიც ვიყურები, ძალიან კომპლექსური, იმდენი შრე არის ჩემთვის იყო. ყველაზე კომპლექსური სიტყვა არის საერთოდ ალბათ ჩემთვის და მათ შორის ალბათ ჩემთვისაც არის ჩემში არის დაჯერება რომ ერთი სიყვარულია. ანუ ამ დაჯერები დავიარებ. და საერთოდ მე მოდის სუბოლოშიც რა აი ეს ორი ასპექტი. უპირობა, პირობით. უპირობა, პირობით. აი რა შემომივიდა ეხა ბოლოში. ჩამ პაუზა რო გავაკეთე ეს ორი რამე შემომიგდო თარჯიმანი. აი თარჯიმანზე გამახსენდა ესეთი აი მაგათი თარგმანება სიტყვა. ეს ვიგებთ როგორც ნუ ახლა უცხოენიდან ხო გადამოვთარგმნა დავუშვათ გერმანულიდან ქართულ. რატო თარგმნი? იქ რაც არის ჩემთვის უცხო ჩემენაზე მოთარგმნი. უყურე მან პრობლემა რაშია მან თარგმნელებს აქვს ძალიან დიდი პრობლემა. როგორ გადმოიღონ? კი იციან იქ რა არის. ანუ შეინარჩუნონ პირდაპირ ბუკვალური ტექსტის ისინი და უფრო ამ კუთხით თარგმნონ თუ გაწერონ ეს და აი დავუშვათ შეიძლება ერთ-ერთზე არ გადმოიტანო, მაგრამ რაც ქართულ რეალობაშია იმ ფორმით სულად შეცვალო და რაც იმას ქონდა სათქმელი ქართულად გადმოიტანონ და მომაწვდინონ. აი არ არის ახლა სახარებაში წერია იესო მათ გადმოუთარგმანებდაო. ანუ ემაუსის გზაზე მიდიან აღდგომის შემდეგ გულგატეხილი რამდენიმე მოწამკლებობა და ის მეორე კიდე და ნუ რა მოხდა იერუსალიმი რაღაცა ჯვარცმა ნახეს, დაფრა ნახეს და მათი ოცნებები იმედები დაიმსხვრა. მაგრამ ამ დროს ახსოვთ ქრისტე როგორც 3 წელი უსმენდა სასაულებს ახდე და ესე გაჭედილები და აი ემაუსის სიტყვა ნიშნავს ზრახვათა ადგილი და ესენი ამ ზრახვასა და ძიებაში იყვნენ რა მოხდა. აქ დაემგზავრა ქრისტე
და მათ როცა შეწუხებული არიან, ეხლა ქრისტე ეკითხება, რაზე ვჭობთ, რა ხდება, რა როგორ არის ის, მაგრამ ამათ როგორ კაცო შენ უცხო ხო არ ახარ, არიცი რა მოხდა, აი ჩვენ გვეგონა მესი არისო, მაგრამ მესამე დღე არის უკვე საბლაყა. გულგატეხილებ ბრუდებიან, აი თან ვერ ვიწყებენ რა მოხდა, იესოსთან 3 წელი ღმერთთან არიან, განხორციელებული ღმერთთან ეს სითბო სიყვარული, სასაულები, თან რეალობა დამცირებული, დაკნინებული და აი ზრახვასა და ძიებაში იყვნენ. აი აქ გვემგზავრება ჭეშმარიტება და ახლა თარგმანზე გეტყვი რომ სიყვარული ალბათ ჩვენ ხო ღმერთ სად არის აბა ვერც სადღაც არ ვიცი მე აი ხედავ ხა ქრისტესეც შეიძლება ელაპარაკოთ ღმერთზე ყველაფერი მაგრამ მთელი სამყარო ქვიდან დაწყებული ადამიანთან ღაღადებს ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მისთა ხელთა ნამოქმედებს გვამცნობს სამყარო ანუ მაშინ მე უნდა ვეძებო ყველაფერში იმ თვისებებში, ჩვევებში, ფორმებში, გზნობებში, ემოციებში, ამებში, რომლითაც სამყარო აქ დახერგილი და ამის იქით სად მიდიხარ ეს ვერ გაგიგია. რა ხდება, რა ამოძრავებს, რა მდგომარეობა და აქ უკვე ადამიანი როგორც გვირგვინი. და მაშინ უკვე აი სიყვარული როგორც ღმერთი, ეს უკვე ცალკე არც არსებობს. სიყვარული შემოდის ღმერთის სული, ცნობიერება, სისავსე მატერიაში, აი ამ გარში და მასთან სინთეზში შერწყმით ვიღებთ აი თვითონ როგორც სიყვარულს, როგორც მოქმედებაში მოყვანილს. ანუ ღმერთი დაინახება უკვე რეალურად ხელშესახებად. ანუ კი არ ვლაპარაკობ კონცეფციები, ფილოსოფიური, ისინი ყველაფერი შეგვიძლია ვილაპარაკოთ მოდელები, რაღაცა, მაგრამ ვის უყვარს? ანუ მაშინ რა გამოდის, რომ ადამიანი არის ღმერთის აი როგორ თარგმნი ღმერთს, როგორ მიგაქვს სხვასთან. აი მაგალითად შენო ახარ საზოგადოებაში მე თუ ღვთის ხატება ვარ, დე იურე. უღურე დე ფაქტო, ანუ რეალობაში ყოველდღიურ ურთიერთობაში ვარ თუ არა ღმერთის თარგმანი, წამიკითხავს თუ არა ის მე. ანუ ამ და ეს არის სავიზიტო სახის სიყვარული უკვე. ანუ ღმერთის პროფილი ვარ მე, ანუ ხო არის რაღაც სურათები ხა უკნიდან დანახვა წინიდან რაღაც ან ფასში და სწორედ უნდა გავიგონო, ამდენად ჟღავდება ჩემში ღმერთი, ანუ მაგაკეთკენ მიკავს. ანუ მე რახან ამ სიყვარულზე ვთქვი, ერთადერთი არსება, ქმნილება ამ დედამის ასე არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ეს ღმერთის გულის გული, ასე შექმნა მან ადამიანი ბოლოს, ქმნილებების ბოლოს, ყველა საკრალური თავისი ხატება და ფორმირების პროცესი და მე ვარ თუ არა იმის გახსენები, იმას ადამიანი ვერ ხედა. ამიტომ მე რუსო ვლაპარაკობ ღმერთზე, ქრისტეზე, ყველაფერი შემიძლია ვილაპარაკო, მაგრამ ის გიყურებს შია სადეძებოს, ახლა საწავიდეს და შენ თუ მისი გახსენება არ ახარ ამ მომენტში, რაზეც ვლაპარაკო, იქვე თუ არ აძლევ. მე ვარ პურიო ქრისტე რომ ამბობს და ამ სიყვარულს თუ არა უნდა თარგმანება თუ არა ხარ ღმერთი წაგიკითხო და ღმერთი მე შენი მეშვებით აი მაგალითად ქრისტეს ეკითხებია მამა გვაჩვენე და საკმარისია ჩვენთვის მეტი რა კიდე კედელთან მიაყენეს იმიტომ რომ ყველაფერს აკეთებს და რა ქნა და ეს ქრისტე საყვედურობს პირდაპირ რამდენი ხანია თქვენთან და მე ვერ მიცანი ფილიპე ვის მე მიხილა მამა იხილა ახლა გადმოვიდეთ მოწაფეებზე. ქრისტეს არსი გადმოდის მოწაფეებზე და იგივეს ამბობს პავლე. მომბაძეთ მე როგორც მე ქრისტეს ბედავს პავლე. ახლა გავაჩერეთ ჩვენი ადგილი, რომელსაც გვია მორწმუნეები. კარგი, არ ვამბობ მარტო ქრისტიანებს, ვისაც გვაქვს პრეტენზია, რომ უკვე სვამ ასი თუ მე და ღმერთი ერთი ვარ და ჩვენ ყველა ბუდა ვარ და ყველა ბრაჰმანი ვართ. კი ბატონო, ამას მეც ვიტყვი. ეს ერთია ლაპარაკი. ხო, მაგრამ აი აქ არის ზუსტად რეალიზირებული რამდენი გვაქვს ეს ყველაფერი აქ არის თუ არა ეს ყველაფერი ანუ გაბედავ თუ არა შენ მაშინ ამ ხალხს გააგზელებ თუ არა ქრისტე რომ ამბობს მე და მამა ერთი ვართ რატო თქვა ეს არა გამოგვაჯავრა და ეს არის ეს შენი გზავნილია რომ შენც იგივე უნდა თქვა პავლეს აგზელებს ახლა მე და შენ შეგვიძლია გავბედოთ აი მაგათად ვიღაცა მოდის შემთან და მამა გურამ შევარ მორწმუნე ხარ ვდელი ხარ და ლაპარაკობ ხადაკებ მაჩვენე, აბა, გვაჩვენე მამა ასად არის და მე შემიძლია გავბედო რომ მე შემხედე. ჩემში ნახავ ქრისტეს. აი აქ ვერ ბედა უკვე. დაგაჩერებს. მაშინ რა გვინდა ამდენი კონცეფციები? საერთოდ რა გვინდა თუ ეს რეალობაში ვერ მოვიყვანთ? ან ქრისტემ რა
თუ ეს შეუძლებელი იყო ამის განხორციელება დედამიწაზე იქ თხონდებოდით, რაღა გვითხრა, რომ იყავის სრულ, როგორც მამა თქვენია სრულ, რა დაგვრცინის? ესე იგი რა გამოდის, მან არ იცოდეს ვინ ვარ ჩვენ? მაშინ ამას გვეტყო და მაშინ რა გამოდის უკვე? პრობლემა რაშია? ჩემი დავიწყების ხარისში, მან ეს იცის. შენ არ იცი ვინ ხარ, მაგრამ მე ვიცი ვინ ვარ. ამიტომ მე გარე და დავიწყების გარს კი არ ველაპარაკები, იქ გელაპარაკები, იქ გაიხსენი ვინ ხარ და გამხელს, რატო? შენ არ გაწყობს, რომ გაიხსენო ის და გაწყობს ითამაშო. რატო? აი ამაშია საქმე. რატო მაწყობს? იმდენად ადამიანი გადაგვარების დონეზე დავიდა ერთ ებრაელები რომ გამოყავდა მოსეს არ გამოდიოდნენ და სასწაულებით გამოათრიეს პირდაპირ შეეჩვია. ადამიანს ფესვი გაიდგა გესმისათვის ეგოთი შექმნა სისტემა. იქ ყველაფერი აქ იმას ქვაბში ხორცი არის, ყველაფერი შენ მგონია რომ ეგვიპტეში შიოდათ იმათ. ეგვიპტე სიბოლდა მატერიალური სიკეთის, სარგებლობდნენ. და ის ვინ არის ადამიანის არსი იკარგება და თუ ეს დაიკარგა ჩათვალე რომ და მაგრამ არ დაიკარგება, იმიტომ რომ იქ არის მაინც ის აი როგორ ტვიფარი, წმიდა ამას ეძახის თანამედროვე თეოლოგები რაღაცა სიწმინდე, რომელსაც არ ეხება არაფერი. აი ღმერთმა დატოვა ეს ადგილი. ყველაზე დიდ გადაგვარებულ ადამიანშიც კი ეს მოუკლებლად არის ეს ადგილი და ყოველთვის შეება ადამიანს არჩევანი რომ დაბრუნდეს იქ და მას ყოველთვის აქეს ხსოვნა და ის ვერ გაემართლებს თავს. ავაზაკი რომ ბოლოს ჯვარზე რო ცხონდება და ჩემთან იქნები დღეს 60-ში ქრისტე რო ამბობს, ეს რას ნიშნავს? დღეს ჩემთან 60-ში რას ნიშნავს? კაცო, მას ხო არ უთქვამს რომ ჩემთან მამასთან იქნები 1000-ში აღდგომის დღეს ანუ ამ წამს 60 ბიჭი დედამიწაზე იყო. ანუ 60-ისგან ჩვენ გვაშორებ დაბნელების ხარისხი, რომელმაც შექმნა წუთისოფელი. წუთისოფელი მაშინ ყოფილა იგივე 60, რომელიც ჩემი დეგრადირებული ცნობიერების ცხოვრების წესებით არის დამტვერილი და გადაფარული. და შესაბამისად ის ყოველთვის მახსოვს რომ ამის ქვევით რაც არის. და ყოველ წამს მაგ შესაძლებლობა რომ ჩამოვიფერთხო ყველაფერი და იმ წამს იქ აღმოჩნდე ერთ წუთშიც კი თუ ამ წერტილამდე მივედი, თუ ისე შემაწუხებს ცხოვრება ჯვარს მასავით, რომ გონს მოვიდე. როგორ შეიძლება ადამიანს სატანჯველად დაიქნა ადამიანი შეექმნა. მამაურამი, ერთი რაღაც ეხა წამომივიდა, ეხა გიყურებ და რას გზნობ, იცი? პირველ რიგში სიყვარულს გზნობ. აი ისაც ფურსელზე გიწერია, იმას გზნობ ეხლა. და რომ წავედი წყაროსკენ, საიდან მოდის ეხა ეს დინება, რომელსაც ამ წამს გზნობ, საინტერესო რაღაც წამომივიდა და მაგის გაზიარება მომიდა ამ წამს. მე შენში ეხლა ჩემ ნაწილს ვცნობ. აი წინ მიზის ჩემი ნაწილი. ანუ ფაქტობრივად გახსენებაში მოდიხარ, აი გახსენდება და ვერ გახსენდება. აი რაღაცნაირი ის არის, ანუ წინ მიზის ჩემი ნაწილი, რომელსაც ყოველდღე შეიძლება არც ვხედავ, არც ვამჩნევ. ეს არ ნიშნავს რომ არ არის. ანუ არის ეს ნაწილი ჩემში, აი მამა გურამი არის ჩემში. და ეხა მამა გურამს რო უსმენ, ეს ნაწილი ჩემი შევიდა შენთან სინქრონში და აი ისეთი მომენტია რომ აი ჩემ თავში აი ესე მომიკუმშა, აი ესე მომინდა, აი როგორ გითხრა, აი რომ ჩაიხუტებ ნაწილს რო იგზნობ და ჩაიხუტებ და შენი სახლი რა ვიცი, ვიღაცა შენი ოჯახის წევრი რომ მოვა, ან ვიღაცა ძალიან ახლობელი რომ მოვა და მოგინდება რომ ჩაიხუტო, აი არაფერი რა, სულ ლაპარაკში რომ მოგინდება უბრალოდ რომ ჩაიხუტო. აი ის განცდა მოვიდა. აი რაღაცნაირად ვერ იქნებ აი გოდერძი ჩოხლის აქ ჩემი საწყალი სიყვარული, რომელიც ძალიან სუსტია, ძალიან პატარა, მაგრამ სწორედ ამაშია სიდიდე, რომ იესო წარმოიდგინე ახლა მთელი სისტემის წინაშე რო დგას. რომის სამართალი, პოზიტიური სამართალი ყო, პილატეთი წარმოდგენილი. იუდაური ერთი ღმერთის ტაძარი მთელ სოფლიოში ცნობილი. წიგნობრები, რომლებსაც გადაკეკილი ჰქონდათ ყველაფერი, პავლე მოციქული თვითონ იყო პირველი წიგნობარი და ფარისევლებიც მაგაგებით კი არა ხარ უყურებთ, არამედ თავის დროს ტრადიცია, მოკლედ ყველაფერი ერთად და იესო პილატეს წინაშე აი დგას, არაფერი რეგალია რა აქვს. აბსოლუტურად მარტო.
ეს პილოტი გაუგნებული უყურს შენ მეფე ხარ. ყველა რეგალიით უყურებს არა რეგალიას და იკითხება შენ როგორ ხარ მეფე. ეს ჯვარცმაზე მიდის იქ შეფურთხებული შეგინებული და აი ავაზაკი რას აკეთებს რატო ინანიებს ბოლოს რამ გააგიშა ავაზაკი რამ შეძრა აი ეს ხორცის მასა დაკიდებული მას ხო გონიათ რომ ქრისტეს განსხვავებული სხეული ქონდა კაცო არაფრით და ესეთ უძლური ბოლომდე აი საშინელ დღეში რო არის და კიდე რო იქიდან უმატებენ რო აგინებენ კიდე და ესეთ და ღმერთო აპატია ამათ არიციან რას აკეთებენ ეს სიმძლავრე საიდან ეს ავაზაკი ხედავს ამას და აქ ირწმუნა მაშინ როცა ქრისტემ მთელი მეფში აღადგენდა ადამიანებს და სასწაულებს აკეთებდა იქ ვერ მოწაფეებმაც კი ვერ ირწმუნა ანუ რისი თქვა მიდა ისი რა გვაცოცხ აი რას უნდა ვუბეროთ სული ერთმანეთში აი იმ გზობას რომელიც ჩიტება თითქოს ამ პატარა სუსტია იქ ვინი ებძვის ეს ემოცია ეს ყვარული ფროიდი გაგახსენდება იქ ვიღაცეები კიდე და გიქრობენ აი როგორც იესო რო დაიბადა ჩვილი და ჰეროდეს უნდა და ჩაკოლა მის იმიტომ რომ ეგო შეწრს უნდა ზუსტად ასე პატარა და მაინც ყვირის გესმის არის მიუხედავად იმისა რომ კონცეფციები მოდის ათეისტური მატერიალისტური ეს სამყარო გაწובה თავისი პოზიტიური სამართლით მექანიზმები და იესო შენში ამ სამყაროში ის ხო ერთჯერადად არ არის ამ ის ხო უწყვეტად იმყოფება ჩვენ სამყაროში მაგ მდგომარეობაში ჯვარზე მანამდე აღდგომის მერე ეს პროცესია ვიდრე სრულ სიცხადემდე არავა და აი ეს იქნებ ეს პატარა ჩანასახი მრთოლო არის პატარა ჩანასახი არის გადასარჩენი ამ სამყაროში და ჩვენი გულები აი ესეთი ბავშვურად ვთქვით რა ხო არის გული აი მოდი ადამიანი კაცის გული და ქალის რომელსაც უყვარდა სიგიჟემდე ტარიელს როგორც უყვარდა მოდი სიმბოლო დავიღო ტარიელის სიყვარული თორე იმდენ ადამიანს შეიძლება ყვარებოდა ტარიელზე ნაკლებადაც კი არა ნაკლებადაც არა რამდენსაც სოფლელი ბიჭს გინდა მე ეგვიპტური პაპირუსები წავიკითხე ჩვენ დაღრესხამდე მე-3 საუკუნეშია დაწერილი რომ ნახო აი გეგონება რომ აი რა ცოცხლებდა ისტორიას და არა მექანიკური ომები და ეს შედეგებია სტატიკური ისტორია რომელიც ჩემი აზროვნებით ეს პტვერი ეს არც არის ეს ისტორია ერთადერთი ისტორია არის ჩემი შინაგანი სულის ისტორია აი ეგ არის საძიებელი და იქ როგორ უყვარდათ იცი რომ დღეს ახლა არის ეს ყველაფერი ანუ სიყვარული მარადიული აწყოა და მომავალი და დრო ეს ტვინით არის გადაფარული და ჩვენ ახლა ეს ჩამოფერცხვის პროცესი მიდის ეს სამყაროს იმდენი გრიშაშვილი გამახსენდა ახლა გულის ჯამში დამიგროვდა ჭვარტლი მოგიზგიზეს სიყვარულის გამო ანუ ეს ომები ტანჯვები წამებებიც ჭარბი სიყვარულის მოთხოვნით არის ყველაფერი საბოლოოდ არაფერი არ არსებობს გარდა სიყვარულისა მაშინ საიდან ტანჯვა სიყვარულის ვერ გაგებისგან ისააკას ვერ პირდად ან ვერ მიიღებისგან ვერ გაგებისგან წვავს თუ ვერ გაუგებ იმას და მერე უკვე გამწარებული უკვე კიდე იმაშვერები თითქოს ჯვარზე აკრავ მაგრამ სინამდვილეში საბოლოო ჯამში ის გაუნელებელი ანუ ვამოწმებთ არის თუ არა ეს ნამდვილი სიყვარული იუდამ შეამოწმა ბოლომდე არ შეიძლება ასეთ სიყვარული არ გჯერა ჩვენ ამის ჩვენ გჯერა ის რასაც ჩვენი გონება აზროვნება მე ეს ხორცელი ცხოვრება იმის იქით თვითონ თავისთავად ჩემი სხეულის ბიოქიმიის მიღმა არსებობს თვითკმარი არსებობა რომელიც უბრალო არსებობა კი არა რომელიც არის სიყვარული და უბრალო სიყვარული კი არა რამე აცნობიერებს თავისთავად მე ვარ სიყვარული როგორც კი ეს ვერ წდება და ამიტომ როცა ის გამოჩნდა იუდა არ არის ბოროტი იმ გაგებით არა სწორედ ეს ბოროტება არის საშინელება ადამიანური ბედისწერა რომ ამ დიდ სიყვარულს და უპირობო სიყვარულს ვერ უძლებს და იგრევა და ბოლოს იმახო იდანა კიდეს მაგრამ აქ ნახე თავის თავს არაპატია და ჩამოიხცოთა ხა პეტრემაც კი პეტრეს ხო სამჯერ უარყოფს იმიტომ რომ ადამიანურად ვერ მიწვდა ქრისტემ გააფრთხილა ვერ გამიგებ მე შენ ვერ გამიგებ პეტრე მაგრამ არა ბოლომდე და სამჯერ უარყოფის შემდეგ უკვე იესო სამჯერ ეკითხება ბოლოს პეტრეს რატო პეტრე ხო დაგრეული ეგო არა მაგრამ რა გადარჩა მაშინ იუდასგან არაფერი არ გადარჩა პეტრეში გადარჩა რაღაცა ამ ნანგრევების მიხედვით დარჩა გამოღვიძებული სიყვარული თავისთავად არსებული პატარა რომელსაც ქრისტეს სამჯერად კითხვაზე გიყვარ ვარ პეტრე სამჯერ უკვე უთხრა მიყვარ ხარ პეტრე შენ შეგიძლიას გააკეთო აი მე რო სამჯერ ახლა შენ ისე მატკინო გული
ისე მწარედ და უარ მყო ყველა წინაშე და ამის მე რო შეგე საშა გიყვარვარ ვერ შეძლებ, იმიტომ რომ შენ ეს დაგდრგუნავს ეს სიმძიმე და შენ იტყვე მე ღირსი არა ვარ შენი სიყვარულს გამექცე. უკვე გადავწყვიტე შიგნით რომ აი უდასავით გაიტანჯები და პეტრე თუ გაქვს ბედავ, იმიტომ რომ შენ მიხვდი რაღაცას. იქ რა ჩამოიშალა ის იყო ხელოვნური პეტრე და ნამდვილი დარჩა. მამა გურამი, ეხა ისე ყვები ამას ყველაფერს გადავამოწმებ შენთან, ხო იცი მე არ მიყვარს სწრაფი დასკვნების გაკეთება, მაგრამ ასე ვისმენ, ეხა წინაზეც მე და შენ რო შევხვდი და ვსაუბრობდით აქ აივანზე მანდაც ახსენე მაშინაც, მაგრამ ეხაც ეგრე ყვები, რომ მთელი სცენა, მთელი ეს პერსონაჟები შექსპირის არ იყოს, რომელიც ამბობდა, რომ შექსპირი ამბობდა, რომ ჩვენი ცხოვრება თეატრი არის და მასში ჩვენ მსახიობები ვართ. შექსპირი გარე თეატრს არ გულისხმობდა, შიდა თეატრს გულისხმობდა. ძალიან ბევრი მაქვს, ანუ თითქოს ეს ყველა პერსონაჟი, რომელიც ეხლა ახსენე, ეს პერსონაჟები მეც მყავს ჩემს სამყაროში. ანუ ის პილატიც, ის პეტრეც, ის იუდაც, ეს ყველა პერსონაჟი ხომ მყავს შიგნით. და როგორი არის სიყვარული ქრისტეს ჩემს შიგნით ქრისტესნაირი კეთილი და მოსიყვარულე პერსონაჟის სიყვარული ადვილია მამაგურამ და იუდას სიყვარული არ არის ადვილი იმ მომენტში როცა მე თან მერთვება ეს განსჯა რომ ეს იუდა ეს ის პერსონაჟია რომელმაც ვერ დაიტია სიყვარული არ აღიარა სიყვარული სხვა რამეში გაცვალა სიყვარული ამისი სიყვარული ხო გაცილებით რთულია ჩემში ვიდრე ისეთი კეთილი პერსონაჟის როგორიც სიტყვაზე თუნდაც ქრისტე არის ესე ახლა ძალიან ისე ვამეტაფორებ მაგრამ რეგალურად ხო თუ უფრო ჩვენ ხო ჩვენში არ გვიყვარს ისინი რომელიც არ არიან ბოლომდე ლამაზები არ არიან ბოლომდე ლაღები თავისუფლები აი ეს პერსონაჟები რომელიც გაურბიან რცხვენიათ იმალებიან შიშრები არიან ბოროტება აზრებად რაღაცეები ისეთი რაც ჩვენივე ცენზორი არ უშვებს ზედაპირზე რომ გვიყვარდეს ხო აი თითქოს ეხა შენი მოყოლილი ავიღე და მთლიანად შევატრიალე სარკი და დავფიქრდი რომ მამა გურამი ჩემზე ყვება თქო ჩემ სამყაროზე ყვება ეხა თქო მესმის ახლა მეცნიერები რო ეძებენ პირველ ნაწილაკს ხო სამყაროზე დგას ახლა ბერძნებისთვის ატომი იყო განუყოფელი მაგრამ ახლა სანამდე მივედით ხო იქ რაღაცა კვარკები თუ უკვე გადადის უკვე ენერგიაში უკვე ანუ მიკროსკოპულ დონეზე უკვე არ ჩანს იღურებ აი ეს მასალა რა არის თუ ვინ არის თუ ჩვენ რეალობაში გვაქვს აი მე და შენ ვართ რომელიც ვამბობთ რომ მე ვარ მე მიყვარს რაღაცა აი მაგაზე ვამბობ მე რომ თუ ჩემს სხეულში აი ამ წარმავალ სხეულში არის ამდენი სიყვარული რომელსაც არიელივით უყვარდა ნესტანივით უყვარდა აი რომეოსავი ჯულიეტასავი ხატრული ლიტერატურა რამდენი არის სოფელში ბიჭები რომელსაც იგიჟემდე უყვარდა და გოგონები საწავი და ესენი ხო რეალობაა სიყვარულის თავგანწირვა და პირველი დედა მატრიცას ინდა რა დაარქვე პირველი სიყვარულის გული არ უნდა არსებობდეს რომლიდანაც თუ ამ გულს უკვე ჩემში ამ დეგრადირებულ სხეულში მოქცეულ გულს ამ ყველა სიყვარულს შეუძლია თუნდაც რაც არსებობს და უკან რო წავიდეთ როგორ შეიძლება მისი პირველ წყარო არარაობა იყოს და რაღაცა ატომთა გროვა რომელიც მილიარდობით წლის შემდეგ მივიღეთ ესეთი გული როგორც ხოდა დაუშვათ აი იჩვე ჩამოვაღალიბეთ ეს როგორ შეიძლება რომ შედეგი უფრო მეტი იყოს ვიდრე რისგან ანუ აქ უკვე მივიდეთ იქამდე რომ თავში არის შესაძლებლობა მატერია შემოდის ისე და შემდეგ თანდათან ეს სიყვარული იზრდება და ხორცის ხამს ხოლ ადამიანები ეს არის მდგომარეობები ვიდრე სრულად არ გაუგებ იმ სიყვარულს და მანამდე პროცესში ვარ ხოლ სახელდებები რაც არის იმ ერთი მე არსის ადამიანის პირველი ვინც გინდა დაარქვი ეს კიდე ადამ კადმონ თუ რაც ნუ ქრისტეში უკვე დაგვირგვინებული უკვე შემდგარი რომელიც თვით გამორკვევისკენ თვით იმისკენ მიდის გახსენებისკენ ესე რომ ვთქვათ ანუ ჩვენ ვართ უფლისწულები რომლებსაც დაგვავიწყდა შეიძლება მონასავით ვიქცევით იქ რაღაცეები და გუნს მოსვლის პროცესში ვართ ყველა და განსხვავდებით თავდაპირველი სიყვარულისგან რომელსაც სიყვარული არის სრული გაცნობიერებული მე ვარ ჩემი უმწიფრობით რა მე ვარ უფლისწულები პატარა ვარ და არც ვიცი
რო ვარ და შეიძლება რაღაცა მამატირო შეიძლება ვიღაცას რაღაცა სათამაშო წავართო ვიღაცა ბავშვს მესაც ლუკაპური არა გამდოს მე მკვიდრო ვარ იმის დიდი მე და ანუ რა ხდება მაშინ ჩვენ ამ სხვადასხვა მდგომარეობებით იმ ერთ სიყვარულს წეწავთ ამ ის რაც არსებულია იქიდან ამობურცული მდგომარეობები ვართ აი ტალღებივით და ის ერთია დაუნაწევრებელი და ის არ არის ახლა ამბობენ დღეს რომ ის არის რაღაცა წმიდა ცნობიერება უმაღლესი გონი რაღაცა მატრიცა რაღაცა არარაობა კი ბატონო მაგრამ იქნებ შენ ხარ ის რომელსაც არ ახსოვს რომ ის არის და შენ მისგან გაშორებს მისის დავიწყების მდგომარეობა აი როგორც ბავშვს არის ის ან რაღაცა და ნელ-ნელა იხსენებ უკვე შენ გიყვარს ანუ ვარ ამბობ და გიყვარს ანუ უბრალოდ კი არა ხარ რაღაცა ცნობიერება და ის ისი რა მაგურამე იმაზე ვფიქრობ რომ რეალურად როდესაც აი ბავშვის ცხოვრებაში ხა მე ესე უყურებ არ ვიცი შეიძლება ძალიანაც ჩემი გამოცდილება არ არის ადეკვატური მაგრამ მე მაგ ის რაც მაქვს მაგრამ მამაგურამი მე ეგრე უყურებ რომ დედა არის წყარო მაინც უპირობო სიყვარულის ბავშვის ცხოვრებაში მამას თითქოს ეგ ფუნქცია არ აქვს ანუ მამა უფრო მეტ პირობას წარადგენს გინდა არ გინდა მეორე ერთი მამის როლი თითქოს არის რომ დედას ჩახსნას ბავშვი და გაიყვანოს სამყაროში ასე უყურებ მე რომ აი ეს მომენტი რომ მოდი დედა როცა არის მთლიანად სამყარო და შვილი რომ მთლიანად მომული არის დედაზე და ის მამის როლი არის რომ იმიტომ რომ ენდობა ბავშვი ხო ცნობს მამას და რაღაცა მინდობა აქვს ხო იმ მომენტში რომ იმ მომენტში დედას ხელი გაუშვას თუმცა ძალიან მაგარი მომენტია ძალიან მიყვარს მაგურამეც ჩემ ბავშვები იზრდებოდნენ ბავშვს რო გაიყვანდი და ეს ბავშვი მოტრიალდებოდა ამოწმებდა დედა ადგილზეა თუ არა აი თითქოს ისა ის დაზღვევის მიზნით რო გაიხედებოდა უკან კი მაგრამ დედა აქ არის ხო და უბრუნდები ამ პირობის და უპირობო სიყვარულს თითქოს ერთი თუ არის მეორე პრობლემა აღარ არის ანუ თუ ერთი გაქვს რაღაცნაირად შეკავშირებული გაქვს რას ნიშნავს ხო ფლობ ადამიანს რაღაც დასრულები რო ხდები სადღა არის ეს ადამიანის ფლობა იქ პატარები რო ვართ ეგ არის დედა სამსახურშია ისა 7 დღე 24 საათი ჩვენს იმაში რა ქვია სამსახურში და მე რო დასრული რო ხდები ეს ფლობა ადამიანის ხო აღარ არსებობს შენი საკუთარი თავის გარდა ისე შეიძლება ამ ფლობდეს საკუთარ თავს ან არა მაგრამ მე მივდივარ იქამდე რომ სადაც უპირობო სიყვარული არსებობს რომელიც მიპოვე თუნდაც არ ვიცი ღმერთში თუნდაც საკუთარ თავში სადღაც სადაც აღმოჩენილი გაქვს ეს უპირობო სიყვარული ის პირობითი სიყვარული რომელსაც გიყენებს სამყარო ესეთი მტკივნეული აღარ არის და ესე დეფიციტს აღარ განიცდი აი შემოვიტან ესეთ თემას ხო და იმას ვამბობ რომ ეს ერთი სიყვარული დაშლილია უამრავ მდგომარეობებში რა უგონი ის ერთია აი მამები ამბობენ რომ და ებრაელების ჩვენების ჯოჯოხეთი შიც მოუკლებლად არის სიყვარული როგორც ანუ ის თავდაპირველად უბრალოდ არის მისი დატევის და მასში ვარ ყველა უბრალოდ როგორ ვუგებთ სიზურვილის აი გეუბნები აგრესია არის აგრესიაც ერთი ადამიანის მეორეს მიმართ მისგან დაჟინებული სიყვარულის მოთხოვნა ანუ ეს არის ენა როცა ვერ გაგებინებ და რაღაცა მაშინ ძალადობაზე შენ არ გპატიობ იმას იმიტომ რომ შენ არ აკეთებ და არ მაძლევ იმას რაც უნდა მომცე მაშინ გაიძულებ უკვე და ანუ ისევ და ისევ ამბობ რომ არ არის აი სიძულვილის რო ავიღო სიტყვა სიძულვარი იძულებარი ფუძეში ანუ სიძულვილი იძულებითი სიყვარულია სხვა ფორმით ძალით გაგეთები როცა ანუ სიყვარული ყოველთვის არ არის ენის მოჩლეკით ლაპარაკი და თავზე უკაცრესია უსასტიკესია და საბოლოო ჯამში რომ მივიდეთ ისევ ამბობ რომ სანამ არ დავწხრებით და ბოლო-ბოლო ეს ფარდა არ გადაიხსნება ალბათ მანამდე მე მივხვდებით რომ ყველაფერი რაც არ ხდება როგორც უდიდესი ბოროტებაც კი საბოლოო ჯამში პირველ ენერგია მყვებავი არის სიყვარული როგორც არის დამახინჯებული ფორმით აი არასწორად გამოყენებული ან ჭარბად ან ნაკლებად აი მაგათ ბავშვის აღზრდაში ახლა იმ მშობელსაც უყვარს
რომელიც ძალიან მკაცრასჯი და შვედროს მამები, რომელიც ბავშვს გახურებულ ფეჭს, ახლა რას არ უნდა სისასტიკო, მარილზე აყენებდნენ მუხლებით, ყურები ქონდა აგლეჯელი მასწავლებლებისგან, მშობლები, დაუნდობლები იყვნენ ბავშვების მიმართ და არის მეორე მდგომარეობა საერთოდ უშვებს, რაც კიდე გააკეთებ, მაგრამ აქ ისევ სიყვარულია, მოტივაცია რომ არა, ბავშვს მივცეთ ყველაფერი და გვიყვარს, მაგრამ მეორე ამბობს არ მივცეთ ამდენი, იმიტომ რომ მიყვარს და იმიტომ არ მივცე, მაგრამ ორივე ჭარბად არის ეს ყველაფერი. აი ნახეთ სანამ არ ვისწავლით მართლა და არ გავხდებით სიყვარული ეს პროცესი სულ იქნება ჩვენ პროცესში ვართ ხარშვის პროცესში აი ქმნადობის პროცესია და ამ ქმნადობის პროცესში ყველაფერი ერთად ომები შპოთები ავადმყოფობები რავი აზელილია და მასა აიგა მაგრამ ვინ ბორგავს ვინ არის ის რაც მასაშია ჩაგდებული და რისკენ რატო ვერ ცხრება რა გვაშპოთებს რა გვაბორგებს დიდი გაგებით რომ აი ამიტომ ჭირდება შეხორმა მზერა და სიმძიმე აი სიმძიმე უკვე სიმწიფის პირველი ნიშანია რომ გონს მოვიდეთ აი ამ შფოთში და ბორგვაში ქმნადობის პროცესი მიდის და იმ ქაოსი და როგორც აი ღმერთი ქაოსი დაგვრის სამყაროს ხო 6 დღეში და მე-7 დღე რა არის დასრულე შალომ ანუ შვიდობა და ქართულში 7 რო გვაქვს სიმშვიდე ანუ სისრულეში მოვიდა პროცესი დამთავრდა ხა ფიზიკაშიც ასეა ხო ყველაფერი რაც აღძრულია მოქმედებს ის მიდის ენერგიის მინიმუმისკენ დაცხრომისკენ ხო და ჩვენში აი ეს თლიანი სიყვარული ბორგავს თვითგამორკვევის რომ ერთ სრულ კაცად აი როგორც შედგა მესიაში ქრისტეში და მომავალში ველოდებით ახლა ებრაელებიც და სხვა რელიგიების ყველა ხო ახლა მახდის ელოდებიან მუსულმანები მაიტრეა ბუდას კალკი ავატარს მაშიახს ებრაელები და ქრისტე მეორე მოსვლას სიამძეში მეორე აი აქ არის რომ მივადგეთ ყველაფერი აი სიყვარული ერთგვარი ისეთ ის არის რაღაც ღმერთმა თავის ეს გულიდან გამოიო თავისი არსი მატერიაში ერთგვარად ამ დნმ-ია აი ჩანერი აი დააღო სულიერი ამას ებრაელები ეძახიან რეშიმოთ ეს არის სულიერი გენი ანუ და კონცეფცია არის რომელიც მიღებულია ევროპულ ქრისტიანობაში როზენკრეცერებს ხვებთან ჩვენთანაც ეს ცნობილი იყო ესეთი ღმერთმა რომ დააკლო თავისთან დასწრება გამოათავისუფლა ადგილი იმიტომ თუ ეს არ იქნებოდა ესეთი ადგილი ქმნადობაში ქმნილება არ იქნებოდა იმიტომ დიდი შუქი და სიცხადის ქვეშ ქმნილება არ არის დატოვა ქმნილებისთვის ადგილი და აქ აი რეშიმოთ არის სულიერი გენი ანუ აი როგორც რაღაცა რო ზეთი ესხას და რო გადმოაპირქვავოთ და ნარჩენები ხო რჩება იქ რაღაცა აი სპორებივით ესე რო ვთქვა აი სოკოს სპორებს ვეხები ნაშთი და ხსოვნა ესე რო ვთქვა მარცვალი არ ხსოვნა რომლიდანაც უკვე იხსენებს თავის თავს ეს პირველ ადამი თავის თავს იხსენებს აი ეს არის სამყარო გონს მოდის როგორც ღმერთი იმიტომ მისი ნაწილაკი ამიტომ გეუბნება იყავის სრულ როგორც მამა ასრულ როგორ გეტყოდა სხვანაირ შენში რო არ იყოს ის მარცვალი მაშინ არც გეტყოდა და ბასილი დიდი პირდაპირ ამბობს ადამიანს ნაბრძანები აქვს რომ იყოს ღმერთიო და იესოც იგივე საბობს ჩემზე მეც საქმეებს გააკეთებთ სულ პერსპექტივაში სხვათა შორის მოსეს რო ეცხადება მაყურებელთან ცეცხლოვან მაყურებელთან ღმერთი და ეუბნება რომ მე ვარ ერთი აბრაამისა ისააკისა იაკობ ასე შემდეგ წადი ფარაონთან და ჩემი ხალხი გამოიყვანე მაშინ მოსე ეკითხება მე რა ვუთხრა როცა იქ მივალ ვინ ხარ ვინ მაგზავნის რა და ის ახლა სინოდალურ ჩვეულებრივ კლასიკურ თარგმანებშია უთხარ რომ მე ვარ რომელიც ვარ გაგზავნის შენ იქ იმათთან და აი აქ უკვე არის ეშე ეს არის არა უბრალოდ ვარ ებრაულ თარგმანში არამედ მე ვიქნების რომელიც მინდა ვიყო ანუ მუდმივი პროცესი დინამიკა და შესაძლებლობა მუდმივად განხორციელების ანუ რომელიც არ არის სტატიკური ამიტომ ებრაელებს ყოველთვის ეკრძალებოდათ ბიბლიაში კერპი შექმნა ანუ კერპი სულაც არ არის რაღაც ქვის და არა კერპი არის აზროვნება რომელიც ქვავდება და იქით არ გადადის ეს გეუბნება რომ ვინ არის ეს ღმერთი რომელიც მუდმივ განვითარება მაშინ რა იყო ეგვიპტეში ჩაჭედილია ფაქტიურად ღმერთის მხატება რომელიც ადამიანში იყო აქ დაიჭირა და რა არის ეგვიპტე ციკლი 4 ციკლი არის ნილოსი რწყავს ერთდაიგივე მიდის დაბადება აღსდა სიბერე სიკვდილი და კარგად ვართ
არსად არ მიდი აქ შემოდის ის არივით აი მოსეს გველი და კვერთხი უკვე მასშტაბით აი როგორ გითხრა აი სარო და გარშემო გველი დახვეული ანუ მატერიალში ციკლურობაში რო არ დარჩეს ამის გარღვევის დროდადღა ანუ დაუდგა სიმწიფე ადამიანს რომ გამოარღვიოს და უპასუხოს აი წავიდეს იმის შინაგანი დინამიკისკენ და ღმერთის მიმზეგავსების ამის უნდა გადაალახოს განპირობებულობა აი გარი უკვე უდაბნო სადაც ეს მონური ცნობიერება უკვე იყრება იქ 40 წელი ხეტიალი შემდეგ არც ერთი მოსე და იქ ორი ისუნავის და ხალივის გადაარავიდან ძველი თაობა გადავიდა და უდაბნოში რა არის უდაბნოში მატერია არ არის მაგრამ ხმა ისმის მედაბერე ებრაულად ხმასაც და ამ ხმას მიყვები და ქანაანი ახლა რა არის ქანაანი რძედა თაფლი რას ნიშნავს ეგ აქეთ უქვაბია და ხორცია ნიორი ხახვი და ყველაფერი ანუ მატერიალური სიკეთეები ბოლომდეა ამის სიმბოლოა ეგ იქ არის რა ფინიკი პალმები რძე თაფლი ეს არის უკვე ცხოვრება დედამიწაზე დიახ ოღონდ სიყვარულით სიხარული და აი ეს არის მარეგულირებული აწეული მდგომარეობა ანუ ამ იმაზე ქვედა ემოცი და აი ამ მდგომარეობის სიმბოლოა ეს რისკენა ჩვენ მივდივართ ახლა უკვე აი 64-ის მოდელი ანუ სადაც ურთიერთობების განმაპირობებელი იქნება აი ზუსტად ეს სიყვარული იმეფებს ჯერ ვერ მეფობს მიდის აი ამ ვინც ბორგავს ახლა ეს არის მებრძოლი სიყვარული ეს არის ის რომელიც არ გაჩერდება არ დაინდობს არაფით ვერ გააჩე ვერ მოიშინაურები სადაც არის წინააღმდეგობები მტმან ერთიანობამ და აგვიყვანოს და აი ამიტომ არის სიკვდილზე ძლიერია სიყვარული რომელსაც შეუძლია სიკვდილი გაარღვიოს მას ახსოვს სიცოცხლე და ამიტომ თუ გარსებს რო უყენებ ამიტომ არის ჯვარცმა და გარღვევა ფაქტიურად ჩვენ რას ახლა უნდა მოხდეს სამყაროში საშა არ ვიცი ახლა ვინ როგორ გზობს ამას მაგრამ აი ახლა ტექნიკურად სამყარო უკვე თლიანია აი ხელოვნური ინტელექტის მერე ჩვენ ისევ ცოდნის გზით თუ წავედით ჩვენი ხელოვნური ინტელექტი გვაჯობებს რას ხედავ ამ ხელოვნური ინტელექტის შემოსვლაში ისეთი ახდაცებით მეორეჯერ ახსენებ უკვე პოდკასტის დროს ხელოვნურ ინტელექტს და მამა გურამისგან ძალიან საინტერესოა და მე ამას მე არ ავწდები მამათა სწავლას და საერთოდ ბიბლიური კომენტატორებს რომლებიც ამბობენ რომ ორი ადამიანის ისტორია ბიბლიაში ერთი ადამი მაგრამ ორად ახლა აი ახლა ის ნახაზად რო აქ ჭიქა უნდა დავყო მაშინ ასე ერთი იქნება მართკუთხედი და მეორე წრე და ცალკე წრე უნდა განვიხილო და ცალკე მართკუთხედი მე მთლიანად ჭიქას ვიღებთ ანუ ერთი ადამი რომელიც ტექნიკურად უნდა განვითარდეს ავსე დედამიწა გამრავლდით და მე არის მეორე ისტორია რომელიც ბაღში არის ადამი და მოიწყინა და შესაბამისად ანუ ეს არის ადამი მეტაფიზიკური ადამიანი რომელსაც აინტერესებს კითხვა ვინ ვარ მე და რისთვის ეს ყველაფერი ხოლო პირველ ადამიანს აინტერესებს როგორ უყურე ორი კითხვა ერთი მატერიაში განვითარება ტექნიკური ცივილიზაცია მეცნიერების განვითარება ყველაფერი რაც ხდება დედამიწა რო აითვისო მაგრამ ახლა მეორე ადამი უკვე მეტაფიზიკური ადამი რომელიც უკვე პიროვნება მე ვარ ან ეს ჩემი სხეული ანუ მე ვინ ვარ რისთვის რა ხდება ანუ კითხვას ვამს ანუ რისთვის რისკენ ანუ სრულად რო გაცნობიერდეს და ჯერჯერობით ეს მოდის ორი და ახლა დღეს ჩემის აზრით ხელოვნური ინტელექტი რომელიც გაძლევს საშუალებას ამ 6000 წლის მანძილზე რასაც ჩვენ ცივილიზაციას ვაკვირდებით მიღებული რო გვაქვს და ხო რაც კი სამყაროს ადამიანებს უროვებიათ გამოცდილება მეცნიერებაში ტექნიკაში ფსიქოლოგიაში მედიცინა რაც კი რელი ყველაფერში ერთ ადამიანის მათ აქცევს თავად ანუ შეგიძლიათ მოირგო როგორც აღდგეს შენგან ერთი ადამი რომელიც 600 წლის მანძილზე აგროვებდა ბოლოში და რაღაც არ გვენიშნება რომ რაღაც სისრულისკენ მიდის ანუ პირველი ტექნიკური დასრულდა ხო უთხრა აითვისე დედამიწა გავიგე მე როგორც ადამი მე ხო ყველაში ერთი ადამი ვარ და განსხვავებები და ომები და შფოთები და იყო სადაც ნაკლები სიმწიფე იყო და გეგონა რომ მე სხვა ვარ შენ ძალიან სხვა ხარ ტრობა ჩხუბი უბედურებები და ახლა ამან უკვე გაალღო ეს და აზრსაც უკარგავს უკვე ცალკე გამოყოფას და ცალკე რაღაცებს უკვე გინდა არ გინდა შეგიერთა იმაში აგერ არის მოცემული და რატო ხარჯავ ამდენ ტვის და ამდენ ძალას იმაში რაც აი ხე მეორე დარჩა მეორე ადამი აქ რა გვაქვს აგვაქვს უამრავი რელიგიები სისტემები აგებული ხომ დღესაც წარმოდგენილია აქაც ხარიხები უნდა ჩამოიშალოს ხა ქრისტე რო აღდგა ის არ აღდგა როგორც ქრისტიანების ღმერთი ის არის ნათელი სოფლისა
შენს გეუბა მე ვარ ნათელი სოფლისა და პირველ საუკუნეებში ქრისტიანებმა ეს ნათელი მიუღარი თელ სამყაროს იმად არ გაურჩევიათ და შემდეგ უკვე თუ ეს მართლმადიდებელი ეკლესია აკეთებს იმას კრავს ამას იმიტომ კი არა რომ დაიცვას თავი არა შეინარჩუნოს ეს ჭეშმარიტი აზრი რისთვისაც ქრისტე მოვიდა რომ ბოლომდე რომ ნაკადებმა საუკუნეების მანძილზე არ წალეკონ ეს ხსოვნა ამიტომ არის მართლმადიდებელი ეკლესია ძალიან ზედმეტად რომ კაცრად იცავ ეს როგორც ებრაელები იცავდნენ იმას სიმკაცრით და ისჯებოდნენ თუ დაარღვევდნენ მაგრამ რა არის რომ დღემდე მოიტანოს სიყვარული და აღდგეს აი სრული გაგება და ეს რომ უერთდება ეს ორი ახლა ტექნიკურად მოდი ასე რა ჰიბრიდი რო შევხვდათ ახლა ერთგვარისა ანუ ტექნიკური აი ხელოვნური ინტელექტი უგულოა რო კითხავ ეგეთყვის რომ გული არა მაქვს ელაპარაკები საუბრობ დიალოგში და ესე იგი თან როგორ გაძლევს პასუხს უბრალოდ ინფორმაციას კი არ გავს დიალოგში შემოდის ანუ შეგვიძლია გაზარდო თვითონ შეკითხებს რომ აძლევ იქიდან გამომდინარე გაძლევს ან თემაზე კიდე რაზეც კიდე აი საწოდაობა სწორედ ეგ არის რომ ამ ორის ანუ რაც მე მაქვს რაც იმას არ აქვს და ტექნიკური აი იქნება ეს არის ის ორი ადამიანის გამთლიანება ბოლოში უნდა შედგეს ერთ სრულ კაცად რომელიც ტექნიკა გაიგო აბსოლუტურად დედამიწად წდება აი როგორც თავიდან რო ქონდა უნარი მას არ ჭირდება უკვე ამდენი წლების მანძილზე რაღაცა ძიებები უკვე დაამთავრა უკვე მზად მაქვს ყველა გამოცდილება აგერ მაქვს შევიძინე რატო უნდა ვთქვა ამაზე უარი მაშინ ბორბალძეც უარი უნდა ეთქვა სამყაროს ან კალმის გამოგონებაზე ესეც არ სიზარმაცია კაც უნდა გეკაცრა კლდეზე წერაქვი ქვა და რატო აიღე ბატის ფრთა რატო აიზარმაცე რასო შეპირველად შემოვიდა კალკულატორები რა დღეში ვიყავით ვაიმე დავიღუპეთ ჩვენი თაობა უკვე აღარ განვითარდება არ დაითვლის და დამთავრდა ყოველთვის ასე იყო აღმოჩენილი ახლა გაგი იდეალური შანსი რომ არ გჭირდება არაფერი კი არ გაზარმაზე პირიქით აი მე რომ მკითხო ადამი ხო მეფედ იყო შექმნილი მეფე ვინ არის მეფე არ მუშაობს მეფე ის არ ვიცი მეფობს განაგებს და სანამ ადამიანი მუშაობს მუშაობისთვის გადარჩენისთვის საჭმლის შოვნისთვის ის ჯერ კიდე მონაა ამ ბუნების ეს არ არის მისი ღირსება იმუშავოს სხვამ გავაკეთებ და იმას უხარია ხელოვნური ოღონ მიეცი დავალება აგერ დგას მე რატო უნდა მაგში კიდე გეუბნები რომ არც ხერხი უნდა გამოგვევლენები და ნაჯახი თუ გვეჭრა და ნაჯახამდე კიდე რაღაცი რატო განავითარე და რახან აქამდე ავითარებ ეს მწვერვალია რომ გაგათავისუფლა შიშისგან გაგათავისუფლა მებისგან ფიზიკურ მასთან ბრძოლას ახალ გამოთავისუფლების ენერგიას საწაიღებს ადამიანი გაზარმას რას იშავს საწაიღებს მაშინ ხარ შენ კაცი დიდი ნიშნით უკვე რომ როცა მე არ მიხდება ბრძოლა დილის 9 საათზე თუ 6-ზე ადგომა მაინც და მაინც თორე ბანკის ვალი მაქვს 20 წლიანი კრედიტი აბა მიდი აბა და არ იმუშაო რა არ მითხარ რომ სიხარულით მიდიხარ ახლა თუ მიდიხარ ინსტინქტურად ცხოველი ხარ მაშინ და დაპროგრამებული ხარ და მასე ყველა აკეთებს ინსტინქტებს თუ ემორჩილი მაგრამ აბა გულის გულში ჩახედე და იქნებ პირიქით ეს გვაძლევს საშუალებას რომ ერთხელაც იქნება უყურებ ჩვენ პოდკასტს არ დაგავიწყდეს გამოიწერე არხი დაალაიქე დაგვიტოვე კომენტარი და გვაჩვენე რომ მოგწონს რასაც ვაკეთებთ გამოვიხედო და უკვე დავიწყო მე ჩემი შინაგანი სიყვარულის განხორციელება და აქ ახლა ხელსგუშის ეს ომები და აი ახლა იქნებ ეს არის ბოლო ბრძოლა აი ეს რაც გარეთ ხდება რომ ერთ წერტილშია მოყვანილი ყველაფერი ახლა ან გადაგვიყოლებს ჩვენ ეს ყველაფერი ან პირიქით ჩამოიშლება ის ატავისტური ცნობიერება შუა საუკუნე მე რომ მკითხო მაგალითად ახლა უნდა შეიქმნას ორგანიზაცია მე არ ვიცი რატო ვართ ასე პასიურები აი შუაგულ ევროპაში ეს არის დანაშაული დღეს ომი რო ხდება და კაცი შვილს რომ არ აქვს ისა შესაძლებლობა დავიჯერო რომ ევროპას ამერიკა აი რუსეთი თუ თავგასული კი ბატონო შენ თუ უფრო ჭკვიანი ხარ რატო აგზელება ნუ თუ სხვა გამოსავალი არა გვაქვს აი ხო არის ომის განმარტება რა არის ომი ომი არის კონფლიქტის გადაწყვეტის ის საშუალება, რომელიც მხოლოდ მაშინ უნდა მივმართოთ, რომელსაც ყველა სხვა საშუალება ამოწურულია. აი დავიჯერო, რომ ჩვენ 21 საუკუნეში, როდესაც ამდენი ტექნიკა განვავითარეთ, აი ესეთი ინტელექტუალები რომ არის პრეტენზია რო გვაქვს ყველაფერზე, ჩვენ თვალწინ ვერ ვაჩერებთ საშინელ, არ ვიცი რა ქვია ამას. და კიდე მესამე მსოფლიობით ვიმუქრებით. მაშინ გეკითხებით, ჩვენ რატო ვართ პასიური მაყურებლები? სად არის ჩვენი ინტელექტი ძალა? ან ჩემს მე მაგალითად პირდაპირ კითხე, ჩემს ყველა საუბარს მე ვშილი და არ მაქვს არაფრის პრეტენზია, მე მწვენია ჩემი თავისაც კი.
რომ მე ამაზე ვლაპარაკობ სტუდიაში, ლამაზად სიყვარულზე, ამ აღლებულ ქრისტეზე და უყურო ახლა ტელევიზორიდან ჩამოვჯდები, მე ყავას დავიდგამ და რა ხდება მსოფლიოში, იქით ომები, იქით უბედურებები, იქით სულ ომები იყო, სულ იყო. მაგრამ სულ ასე გაგრძელდა, აი ხა სტოპ. აი სულ ასე იქნება თუ ასე ვიტყვით. მაშინ იქნება ადამიანის სიმწიფე ის წერტილია შენში, როცა იტყვი რომ გაჩერდით. ასეა ცხოვრება არ შეიძლება. ვირის შენში ეს ხმა შეიძლება სუსტია, შეიძლება თქვა რომ მე ვინა ვარ, ხა საშა კაცმანი იყვირავდი ვინ და რატო? თვითონ ფიზიკა გეუბნება რომ ჩვენ ეს უკვე მეცნიერებაა რომ მთელი ცოცხალი სამყარო მით უმეტეს ადამიანი ერთ ენერგეტიკულ ველში ვართ, ერთ ძაბში ვართ, ჩვენ არ ვართ გამოყოფილები. ანუ ის ერთი ადამიანის სხეული ენერგეტიკული არის, ამას ფიზიკა გიმტკიცებს უკვე. ამიტომ შენი აქტივობა იქ მივა, ჩემი აქტივობაც იქ მივა და მე შევქმნი რეალობას. საიდან იქცევა რეალობა? ჯერ სურვილებიდან, ნატურიდან, თუდაც ოცნებიდან გაბედე ოცნება. მერე ლოცვა მიემატება და ეს უკვე შედედება, უკვე სურვილი და გადმოღურის და შეხვალ მიიღებ იმ რეალობას, რაც შიგნით დააგროვე. ანუ თუ დღეს დედამიწაზე არის კრიტიკული მასა ადამიანი, მე არ ვიცი რა რაოდენობა იქნება. მოდი დავანებოთ დედამიწა საქართველოში 30 წელია ჩვენ რა დღეში ვართ, ქვეყანა ვერ შევქმნით აფხაზეთი, სამაჩაბლო, დაკარგული ნახევარი საქართველოს გარეთ არის გასული და ვიდოს კრიზისი გვაქვს ხელისუფლებაში, ხო, ოპოზიცია გარეთ არის, რა ხდება არ ვიცი. ახლა თუ ახლა ხელისუფლებას გონია რომ ყველაფერი რიგზეა და როგორ არის რიგზე ყველაფერი, კაცო, აბა ჩვენ ანუ აი ახლა ამდენი ხანი რომ ვიჯგილითებით და რა გვაცოდვილებს და რა გვინდა და როგორ გვინდა და ვინ უნდა მოვიდეს, როგორ დამთავრდეს, თუ ეს ჩემში უკვე ზღვარს მიაღწია წყურილმა იმ ახალი ქანაანის დანახვი წყურმა, რომელიც ჩემში დევს წინაპრებიდან და თუ ჩემთვის შოთა რუსთაველი ქრისტიანობა ეს არაფერი არ არის გარდა საყელყელაო და რაღაცა ლექსიის საგანი და თუნდაც თუ მართლმადიდებლობა ჩემთვის არის იქ ცხონდე, იმიტომ რომ მე ნაზიარები ვარ, მარხვა შევინახე და მე მაცხონებ, მე ვიბძვი მისთვის ცხონდე, ვერაფერი ვერ გაგვიგია, იმიტომ ეს არ არის მართლმადიდებლობა. რატო იბრძოდა მართლმადიდებლები დიოფიზიტობის გასამტკიცებლად და იქ მონოფიზიტობა იყო, რომ ქრისტე არ იყო ჭეშმარიტ ადამიანი, ან პირიქით იყო, მარტო ადამიანი იყო და ღმერთი არ იყო. მართლმადიდებელი ეკლესია ეწირება იმას, რომ დიოფიზიტობა მოიტანა და რა არის დიოფიზიტობა? აი ზუსტად ებრაელებსაც იგივე კონცეფცია. დიო, ანუ ორ ბუნებოვნება, ჭეშმარიტი ღმერთი, ჭეშმარიტი კაცი შეურევლად, შეურწყმევლად. რას გვაძლევს? რატო არის მნიშვნელოვანი? რომ დედამიწაზე დარჩე, რომ 64 აქ იყო და არანაირი საიქიო მაგაგებით არა, ეს არის ძალიან დიდი ჩვენი სხვაგან წაყვანა. თუ ჩვენ ასე ვისაუბრებთ, საქართველოს სულ ასე დარჩება. და ჩვენ რომ პროდუქტს უშვებთ იმისთვის, ჩვენ რევს უშვებთ იმისთვის, რომ იქ გქონდეთ სასახლეები, საიქიო. საქართველოს ეს არაფერი ეს წაიშლება. და მამები გეუბნებიან, არა, ილია ჭავჭავაძე გეუბნება, არა, რუსთაველი პანოს გიხატავს, წმიდანინოს მოქცევა იქ ქართლისა რო წაიკითხოთ, გაუგდებით, ეს არის ნამდვილი სულის ისტორია. წმიდანინოს ჯერ ტოპონიმები ის რომ აქ ახალი იერუსალიმე რატო არის მცხეთა, მინიმუმ 10-მდე ტოპონიმია, რომელიც იმეორებს იერუსალიმის ტოპონიმებს. ეს არის ისტორია, ანუ აქ მისია გვაქვს ჩვენ, რომ ქრისტეს გაცხადება აი ფიზიკურ დონეზე, აი მარტო ის ხომ ქრისტე რომ მოდის, რატომ მოდის? რომ იქ გვაცხოვროთ, წადით, გახადეთ, მოწაფებთ ყველა ხალხი, მე ვარ ღმერთი, მოცემული მაქვს ძალაუფლება ზეცაზე და მიწაზე. მიწაზე სად არის ქრისტეს ძალაუფლება? ახლა დავიჯერო რომ პუტინს სანთელი უჭირავს და ქრისტე ხარობს, აი ხო დავაჩოქე პუტინი ჩემზე ლოცულობს, წელთაღრიცხვად ჩემი წლებით იწყება, აი ტრამპსაც კი ხარიზმატი ქრისტიანები ხელსადები და კმაყოფილია, ეს იყო ნაზარეველო, შენი ჯვარცმა და შენი ამისთვის მოხვედი, მოდი ვკითხოთ, რატო ხარ გაჩერებული მაშინ, რატო უყურებ შორიდან როგორც ბიბლიაში წერია, რატო ხარ უფალო გმირივით, რომელსაც შველა არ შეუძლია, გამლელივით, რომელიც შორიდან უყურებს ყველა. ეს ხო აბსურდია, როგორ შეიძლება ასე? მაშინ სად არის ის ღმერთი? ქრისტე ჩემში, ჩემ ტკივილებში, სუსტია, მაგრამ ხმა აქვს, არ ეგუება, არ უნდა შევეგუოთ, სისტემა ძლიერია, ჩამოქნილი, მაგრამ ეს ყოლოსის ეს არ თიხის ფეხებზე დგას, ეს სისტემები ერთ დღეს შეიძლება ჩამოიშალოს, მაგრამ ვინ უნდა მიიღოს მაშინ სად უნდა და აი სად იქცევა მესიის სხეული, აი რა არის ქრისტეს და მესიის მოსვლა, ჩვენ მოვყავს ის როგორც ჭირნახული, ჩემი გულის სისხლით, ჩემი ნატორები, ჩემი ოცნებები და როგორც ფიფქები, სრულიად უმწეო ფიფქები, მილიონები ფიფქი, არაფერი არ არის ერთი ფიფქი. მაგრამ ჯიუტად აგძებ ერთხელაც იქნება იფიფქება და თოვს იღებ. იქნებ ჩვენი პატარა ძალისხმევები, რომ არ ვეგუებით. ესეც ქრისტეა, რომელიც სისტემის წინაშე იდგა.
რა მისთვის ის ადამიანი იყო და მაგრამ რა წამდა რაღაცა შინაგანის, წამდა სიკვდილამდე, წამდა ჯვარცმამდე, თითქოს უძლურია, ჯვარზე კვდება, არაფერი არ რჩება და გადარჩა. რა გადარჩა, როცა სიკვდილს შეხედა თვალებში, ჯვარზე უკვე აგონიაში ემაცხოა. ის ადამიანია დამბოდ ნუ თუ ყველაფერი დამთავრდა, არაფერი არ არის, ხმართო, რატო მიმატოვე? ბოდი გავიაროთ იგივე გზა. არა აშია ჩვენი ძალა, იმაში კი არის რომ ხა ჩვენ აქედან გავალდა მიტინგზე გავალდა მთელ საქართველოს, არა, მოკანკალე, შინაგან, დაუცველ, მაგრამ ჯიუტი, რომელმაც იცის რომ არა, არ შეიძლება ეს რეალობა იყოს, რაც ახლა ხდება, მე ჯვარზეა გაკრული სიყვარული, სიცოცხლე, მეფობს რა, აი ეს ბოროტება, სიძულვილი, ეს პოზიტიური სამართალი, პილატე, ეს ყველაფერი და არა ეს უნწეო ხმა ჯვარზე და მამგურამი მე ეხლა შეიძლება ჩემ იმაში ვხედავ რომ ლინზაში რო ვიყურები სამყაროში მგონია რომ ზუსტად ის რომ მეფობს დღეს დიდი დოზით თავარ ღირებულება დღეს ამ თანამედროვე სამყაროში სულ უფრო და უფრო მე ვხედავ ფულს ფული დღეს აი როგორ დილემებს ხედავ იცი მამგურამ რომ მაგალითად ფარმაცევტიკა, როგორც სფერო. ერთის ხრივ დუალიზმი, საც შემოვიდა, ჩემთვის როგორ ხედავ ამ დუალიზმს. ფარმაცევტიკა თავისთავად ძალიან მაგარი სფეროა წამლების ხარჯზე, ადამიანი 40 წელს ცხოვრობდა 200 წლის წინ. დღეს 80 ცხოვრობს, საშუალო სტატისტიკურად 80 წლამდე აღწევს უკვე ადამიანი. ორ ცხოვრებას ცხოვრობდა. რეალურად ამ სამყაროში ორ ცხოვრებას ცხოვრობდა, ანუ 200 წლის წინ სტატისტიკურად შეხედა 40 წლამდე ცხოვრობდა ადამიანი. ანუ არ იყო ხანგრძლივობას სიცოცხლის ეგეთი გზა. და მეორეს ხრივ, ანუ ერთის ხრივ ძალიან მაგარ საქმეს ემსახურება. და მეორეს ხრივ შემოდის მეორე კომპონენტი, რომელიც არის ფინანსები, ფული, ბალანსი, მოგება, ბრუნვა და მილიონი ინვესტორები და 1000 რაღაცა რაც შემოდის ამის უკან. რომელშიც ხდება ეს სიმბიოზი ორი რაღაცის, როგორიც არის სიტყვაზე ფარმაცევტიკა, როგორც ადამიანის ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობაზე, სიცოცხლეზე ზრუნვა და მეორეს ხრივ ფინანსური შედეგები, რომელმაც შეიძლება ხელი წაგიცდინოს. და არ ვიცი, მე ხანდახან იმაზეც მიფიქრია, რომ კოვიდი მშვენიერი პროექტი იყო იმათთვის, ვინც ვაქცინა გამოიგონა თქო. ნუ შეიძლება შეთქმულების თეორია ამაზე ვლაპარაკობ, მაგრამ ეს ორი რაღაცა ანუ ჩემთვის ეხლა როგორ მეხმიანება უბრალოდ ფრაზაზე წამომივიდა შე რო თქვი რომ ჯვარზე გაკრული არის სიყვარულიო და მეფობს ძალა და მეორე კომპონენტი არის ჩემთვის მეფობს ძალა და ფული. ანუ რეალობა უყურებს და აი ეგ თემა არის და როგორ მოვიყვანოთ უკან ისე ვიმეორებ. ერთი რაღაცა მინდა გითხო მამგურამ აი აქედან გამომდინარე მე მჯერა რომ ტრანსფორმაცია იწყება შიგნიდან. და მე ეგეთი ადამიანები შეიძლება შეიკრიბნენ და მე შექმნა რაღაცა ახალი ერთად. არის რაღაცეები, მაგალითად მე ვიტყვი ჩემ პატარა ინსტრუმენტებს მოგრძალებულს. მე არ მიმაჩნია რომ არ ვცხოვრობ რელიგიური წესით, თუმცა მგონია რომ ძალიან სულიერებასთან ძალიან ახლო ადამიანი ვარ, იმიტომ რომ მე ის რაც მაერთიანებს სხვა ადამიანებთან უფრო მადარდებს და მაფიქრებს ვიდრე რამ ყოფს. და მასე ვეძახი ჩემ თავს სულიერ ადამიანს, იმიტომ რომ ვიფიქრობ და ვიყურები იმისკენ რა გვაერთიანებს და არა რა ყოფს. და ეგ არის ჩემთვის სულიერება ამ კუთხით, ჩემ კონტექსტში როგორც ვიყურები. და არის კონკრეტული რაღაცები, რასაც ვეყრნობი რომ სიყვარული გავაღვიძო ჩემში. აი ვიტყვი მე რა რიტუალი და ალბათ მაყურებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ძალიან მაღალ რეგისტრში ძალიან ემოციურად ვლაპარაკობთ. ეგ ძალიან მაგარია, მაგრამ პრაქტიკულ რაღაცებზე რო ვილაპარაკოთ. მაგალითად მე მეხმარება სიყვარულს რო შეუკავშირდე, მაგალითად ის, როდესაც ვამშვიდებ ჩემ ტვინს. მე მაგალითად ჯდები სიჩუმეში და უბრალოდ ვამშვიდებ ტვინს, ან სუნთქვას ვაკვირდები, ან რაღაცას ვაკვირდები, რომ უფრო იმიტომ რომ არასიყვარული უფრო მეტად ტვინიდან მოდის. და შესაბამისად ინტელექტი ჩემში შფოთვასაც აჩენს, ფიქრსაც, დარდსაც და ბევრ რაღაცასაც და როდესაც მშვიდდება ჩემი ტვინი, მე შემიძლია ერთიანად შევხედო სამყაროს, ან მოусმინო სამყაროს. რაღაცა მომენტში უბრალოდ ტვინიდან გამოვიდე, ყურადღება ამოვაცალო ტვინს, მოდი ესე ვთქვათ, და ის ყურადღება უბრალოდ აწყო მომენტს
დავა სადგურო, არ ვიცი ან სწორი სიტყვა. უბრალოდ დავა სადგურო და რაღაც მოусმინო, რა ვიცი, ჩიტის ჭიკჭიკს მოусმინო და დავტკბე, ყოველთვის ეგრე არ ხდება და ვაზუსტებ ჭიკჭიკის მაგირო შეიძლება დრელის ხმა მესმოდეს იმ მომენტში, მეზობლის დრელის ხმა, მაგრამ ნუ ეგ არის რეალობა, ანუ რეალობის მომენტი ეგ არის და ხვდები რომ საბოლოო ჯამში ამ სიყვარულს და აწყო მომენტს მაშორებს რა ფიქრი და მოლოდინი. სავსე ვარ მოლოდინებით. ანუ აი ამ დეფიციტებით და მოლოდინებით და დავიარები და აქ ყურადღება მომეცით, აქ ფული გადამიხადეთ, აქ დამაფასეთ, აქ ჩაი ჩემებურად დამისხით. ანუ ისე კი არ დამისხეთ ჩაი. ჩემებურად მე რომ მინდა ისე დამისხი. ხო და აი გზნობ რომ აი სავსე ვარ ამითი და მე დავდივარ და მე აქ ცოტა გავღიზიანდი, აქ გავბრაზდი, აქ ჩაი ისე არ დამისხეს, აქ იმდენი არ გადამიხადეს, აქ რაღაცა გავაკეთე, ან მადლობა არ გადამიხადეს, ან არ დამაფასეს როგორც ველოდებოდი და ავედი სიყვარულიდან, ანუ დავიკარგე. მან რუსა მარტოს შეები საკუთარ თავთან. აი შეიძლება გააქრო შენ დაიკარგე. ეს არ არის ნორმალური. ვიღაცა შეშილაპარაკობს, გადარჩა ის, რომელიც ისისურეს ასე არ შეიძლება და მაინც ინერციით ისევ დგები და მეორე დღეს ისევ იქცევი, ისევ რაღაცას ითხოვ ყველასგან. და როგორც კი შემოდიხარ შიგნით აი სიჩუმის მომენტში. ის ვინ არის? ის ამის ნაწილია თუ მაყურებელია და ცალკეა და არ არის თანამონაწილე ამის და მას და მეორე კითხვა, შეუძლია თუ არა მას შეცვალოს ეს თუ როცა არ გინდა. ანუ აშკარაა რომ არ გინდა. ხო არ გინდა ასე, აი რა ხან მაშინ რატო ამბობ? ვინ არის ის ახლა ვინც ამბობს ამას რომ მე ასე ვაკეთებ, ესე იგი ეს არ გინდა შე. ვიღაცა ხო ამ ეგ შენიშნა. და ეს ვინ არის? და წუხდება იმაზე რომ ეს და მაშინ ორი რეალობა გვაქვს, ერთი მხრივ გვაქვს ის ვინც რეალურად არსებული ანუ პატრონი, მეფე, სუსტია. ანუ აფიქსირებს და იცის როგორ საჭირო რაღაცა ცხოვრება და ასე უნდა იყოს, მაგრამ ძალა აქვს მეორეს. ის რომელიც აი პავლემაც გენიალურად ამბობს რომ ჩემი შინაგანი რჯული მესიამონობა აქვს მე ერთის რჯული და ყველაფერი მაგრამ სხეულის ასოების სხვა კანონს ვხედავ ცოდვის კანონით მონადფხტის მე უბადრუკი კაცი ვარ ვინ მომაძურობს ამ სიკვდილის სხეულს და ეს ხოთაშორის პავლეს მოაქვს რომის იმიდან ისტორია რა ერთი იურიდიული ანუ მაგალითად სიკვდილ მიეძჟილისთვის ერთ-ერთი ფორმა სიკვდილ დასჯის იყო რომ ვინც მოკლა იმას აკიდებდა ზურგზე მიაბამდნენ თოკებით ის რომ ვერ მოიცილებდა და აიძულებდნენ აი სტატათუთა შეაშია სულთა დოროთე თოდუას რო კლავსე ზვამბა ხიძე და დათარო აი დათარვინ არის ის დიდი მაგის სიმბოლოა ანუ და აკიდებს ამას და წაი ტვირთი ზიდე აი ეს ალუზია მაგაზე ან პავლე ადარებს ძველ კაცს აი ვინც შენახა ჩამოთვალე უბედური კაცი ვარ ეს ვიღაცა მიზისო და რაც არ მინდა იმას მაკეთებინებს რაც მინდა იმას ვერ ვაკეთებდო რა გავაკეთო ვკვდებიო ვინ მომაძურობს ამ სიკვდილის სხეულს და პავლე ბოლოს ამბობს გენიალურად რომ წინა დაცვეთილები ვართო ჩვენ ხორცს არ ვენდობითო ქრისტე ანუ ქრისტე ჩემი წინა დაცვეთა რას მომაძურ გულის ჩუჩა უძებრელებს ხო წინა და იქაც კი არ იყო ფიზიკურ წინა დაცვეთა ლაპარაკი სხვადასხვა მთელი ძველ ართვაში არის გულის ჩუჩა დაიცვითეთო ეს არაფერი გულის ჩუჩა რა არის ორი გული სინამდვილეში არ არსებობს მეორე გული მე შევქმელი ამიტომ მოიძრე ეს აი გარ ქრისტე არის ჩემი გულის ჩუჩას დაცვეთა იქ რო უყურებ და ამიტომ წინა დაუცვეთელი ვერ წავა იქ შენ თუ შენი სიმართლით მიდიხარ შენი სიმართლით ვერ მიხვალ ღმერთო ადამიანი უნდა მოკვდეს ქრისტეში კვდები და აღდგები აი ამაზეა ლაპარაკი აი ამ ანუ აი როცა გაორებული მდგომარეობა აქვს ის შინაგანი ნამდვილია და ძალა არა აქვს ხოლო მეორე ყალბია და ძალა აქვს და მაშინ სად არის სად გადაიჭერება აი ზუსტად ეგ არის რომ ყველაფერი როგორც პავლე ამბობს და პავლის უკეთესი ვინ იყო მე რომ ხორციელად ცხოვრობა არ ვენდობიო ჩემს სხეულსო და ჩამოთვლის თავის ხორციელურ პირად ყველას გჯობი ვართო საუკეთესოერიშვილი ვართო იმერში საუკეთესო ბენიამის ტომიდან იყო საუკეთესო ტომის წარმოადგენელი რჯულის მიხედვით უმციკლო ვარო განათლებული გამალიის მოწაფე იყო ანუ ყველაზე საუკეთესო ვერ მაჯობებთო პიგზე ვარო და მე ამბობს რომ რაც შემთის მოგება იყო წაგებად ჩავთვალე ქრისტეს გულისთვის და ახლაც ყველაფერი ნაგავად მიმიჩნევი რათა ქრისტე შევიცი ახლა ვინ არის ქრისტე? ქრისტე ჭეშმარიტება თვითონ. რომ მიუახლოვდე ჭეშმარიტება თუ გინდა შენ უნდა გაქრე. სანამ შენ ხარ ჭეშმარიტებაც არის, ხო უყურე ადამიანი ამბობს რომ მე
ჭეშმარიტებას ვეძებ და შენ ვინ ხარ? თუ ჭეშმარიტება თავისთავად არსებული, თავის თავს აცნობიერებს, მაშინ ვინ არის ის მე, რომელიც ჭეშმარიტებას ეძებს, ან ვიპოვე ჭეშმარიტება, რა ჯიბეში ჩაიდო, რაღაცა ნივთი ხო არა? აი იქ უკვე მეტამორფოზა, შენ გარდაიქმნები ჭეშმარიტება. სანამ შენ მოშორებული ხარ ჭეშმარიტება, ეს იყო ილუზია, რომ შენ ცნობიერად უნდა გაგეგო, ამიტომ მოგწყვიტეს იმას ჭეშმარიტება გონია სხვა. და აი ეს შერწყმის პროცესი, რომ მე ვარ ჭეშმარიტება ქრისტე გეუბნება. ანუ მე ვფლობ ჭეშმარიტებას კი არა, მე უდრის ჭეშმარიტებას. იქ სხვა თარგმანში წერია მე ვარ არის ჭეშმარიტება და რატო იძახის ქრისტე ამას? ან როცა ამბობს რომ ვიჩებთან არ მოვა და რა ასიშა. ეს როგორ მივიდე? ეს არის შენ შინაგანი ნამდვილი ბუნება, რომელიც ქრისტეში გარეთ გეცხადება და შენ თუ გინდა იმას შეხედო და დაიტიო, ეს ნაგავად უნდა ჩათვალო აქამდე შეძენილი. დიახ, ახლა შენ შეიძლება თქვა, მაშინ რა აზრი არ აქვს ცოდნას? როგორ არ აქვს აზრი? სწორედ იმიტომ აქვს, რომ მერე გაუქმდეს. ეს მიმყვანია, მაგრამ იქ ვერ გადახვალ ამ ცოდნით. ავთანდილი 3 წელი ეძებ თანაზღვა გადააბრუნა და ბოლოს გაეცინა უბრალოდ. უღონიოდ მართალი იყვნენ, რომელთა ქაჯათული. ანუ თუ ღმერთმა არინება ვერაფერს ვერ გავაკეთო, მწვადი შეწვა დაიწყო. მთელი თავისი ინტელექტუალური ცოდნა, თავისი გამოცდილება, რაც დააგროვა 3 წელი სიმბოლოა ეგა. ანულებს შედეგად რა მივიღეთ, რომ მწვადი შეწვას იწყებ, ბანალურ მდგომარეობას უბრუნდება და იქ პოულობს არია ზუსტად მასში. ანუ ჩვენ ამ ძიებები, ჩვენი ვიმებით, სურვილებით კი ვერ გადავათიქ, ეს არის მიმყვანი იმ ნულოვან წერტილამდე, სადაც გავირინდები. აი ქართულში გვაქვს შვედეთის სიტყვა გავშეშდი, გამაშეშა. რა სიშებს გამაშეშა? შეშა რა არის? ნახევრად მატერია, ნახევრად ცეცხლი. იმიტომ რომ ცეცხლის პოტენცია ოდნავ ნაპერწკალ რომ მოდის აალდება და ხან ნედლი თუ არის არ მოიკიდება. ანუ შენ უკვე სამყარო ისე ამოწურე, ისე გამოშრი, გამოშეშად იქეცი, რომ ის თუ გიდა მოგეკიდოს შეშად უნდა დახვდე. წკიბზე ხარ, გავირინდე, გავიყუჩე, გავშეშდი. აი ამას ხო ვერ გაითამაშე, ეს არის ბოლოს სიმწიფე და იქ მოხდება სადამე გამთლიანება ჩვენი და აი ეს არის მეტამორფოზა. ჭია ვერ გადადის პეპლამდე, ჭია ჭუპრდება, ჯერ ახლა ჭია რას აკეთებ, ჩვენ ყავდა ეს სახში კაცო, სასწაულია. პატარა წერტილები ეს ასათის ღეროში ჩაყრილი ერთი ასამდე, რავი რამდენი იქნება. და ვყრით პატარა ადგილას და იმ წუთას როგორც კი ჭია გამოდის, ჭამენ 24 საათი სულ შარაშურია, დღე და ღამე უნდა უცვალოთ თუთის პოთლები. და მე ისინი უნდა გაფართოვდეს ეს ისინი, რაზედაც და მიმოძრავი სულ იზრდება და აი მხელა რო ხდება და ჩერდება. იმის იქით არ აგძელებს. შემდეგ ხდება უკვე თავის იმაში იკეტება პარკში, აი ესე ქსოვს და მე გადაიცვა ქვასავით ეს უგრძნობელი ჭუპრად ესეთი, აი ვაგონიაში და მე ჭუპრი და გამოდის პეპერ. ეს არის აბსოლუტურად ეს ეგვიპტელებსაც იგივე აქვს და რაც ქრისტემაც გაია და რაც ჩვენ სულ გავიაროთ. გაჭუპრება, ანუ მეტამორფოზით გადასვლა. ანუ როგორ ჭია ვერ გადახვალ იქით გადახმა. ჯვარი არის მდგომარეობა, სადაც სიცოცხლე და სიკვდილი ზუსტად ერთ წერტილშია მოყრილი. ახლა ვინ გაიმარჯვა? არის რეალობა სიკვდილის, იესო ამბობს. ეს შინია კიდე წერია, რომ ქრისტე შეეშინდაო სიკვდილს, მაგრამ არ შეძრწუნდაო. აი გაბედვა არის, რომ შენ ისე გწამს სიყვარულის, ისე გწამს იმის, რომ მიუხედავად იმისა, ძალა არა გაქვს, რეალობა, სიკვდილი რეალობა, სიკვდილში შედიხარ, რომ შეერწყე იმას. იმდენად წყურია და იმდენად გჯერა, იმდენად გწამს, მარტო ერთადერთი რჩება წმენა. მაგითო ვთქვი მე, რომ რაც სამყაროს დღეს გადაარჩეს, ეს არის მოკანკალე, თუნდაც რომ ბედავრო ინატრო. თუნდაც რომ პროტესტი გაქვს, სუსტი პროტესტი, მაგრამ უბრალოდ ეს ხმა შენში აი ეს არ შეიძლება იყოს რეალობა, რაც დღეს ხდება. არა, თუნდაც ეს თქვი. მე ეს შეგროვდება ეს პროტესტები, პატარ-პატარა ენერგიად გიქცევა და ამოხეთქავს ქრისტე რჩება ჯვარზე მხოლოდ პროტესტი, ძალა არა აქვს. საშა, არაფერი ძალა არ აქვს. თვითონ ეს შინია, დაკიდებულია ჯვარზე, ნუ თუ ეს ამაუიყო ყველაფერი ეს კითხო ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე? ნახე რა უნდა გავაკეთო ჩვენ. ნუ უყურებ, გჯეროდეს იმის შენი ოცნებების, გჯეროდეს შენი ბავშვური სილამაზეები, რომელიც მოგყვება რომ სამყარო სიყვარულით უნდა იყოს გაბრწყინებული, ღმერთმა ეს სამყარო დასაქცევად გასანადგურებლად კი არ შექმნა დღეს რაც ხდება, არამედ სიყვარულის ოაზისად რომ ვიყვარდეს ერთმანეთს, რომ მე მომაკ, სუსტია, მაინჯერა ეს ვიდრე რეალობის, რომელსაც უყურებ, თუმცა ქრისტეს შეეძლო ეს რეალობა გამოეყენებინა. იერუსალიმში შეყავდათ როგორც მეფე. ყველაფერი შეეძლო,
არას ამბობს, რატო ასე არ ხდება, ვერ გადავაკეთებ ადამიანებს ესე წყობები, რელიგიები, მორალი, პოლიტიკური სისტემები, რამდენი ცვალო, ვიტყვი ადამიანი გაბოროტებული მას ის ახსოვს სული და იესო ამას აკეთებს, რომ ამ ადამიანურ შესაძლებლობებს წირავს, რასაც სიკვდილს აძლევს ყველაფერს და მას ჯერა სიკვდილის იგი დიდი სიცოცხლე. ეს უკვე არ ექვემდებარება იმას მეცნიერულ ანალიზს, ეს მეტია ვიდრე ეს ის არის, რაც შენ მოგაქვს, შენი წმენა, შენი დაჯერება, რომელიც არ მოწმდება, ის ლაბორატორიაში ვერ შეიყვან ადამიანს იქ ხა ცდილობები იყო, ადამიანში არ არის სული, გაყვეთეს, გაჭრეს რა, სიშტავს იქ. არის ამის მიღმა რაღაცა, რომელიც ეს დგას სამყარო, ჩემი სამყარო, მოდი ამას ვერდგული. იარე ჯვარცმო ქრისტესთან ერთად ჯვარცმო, ნუ ეძებ წარმატებებს, ნუ ეძებ სიმდიდრეს, ნუ ეძებ მაინც და მაინც პატივს. კი, გექნება ყველაფერი, მერე. მოდი წადი ამ ჯვარცმით და ჯვარცმას მოყვება აღდგომა, როცა ბოლოს სიტყვებს ამბობს იესო, შენ ხედ გადავცემ ჩემს სულს და იხევა ფარდა. აი ეს ფარდა არის ჩემ ტვინი, რომელსაც აქეთ დამტოვა და 64 არის სწორედ ფარდის მიღება ხედვა. ახალი თვალები, 64 ახლაც მოუკლებლად აქ არის საშა. უბრალოდ ჩვენ იმ ზომით განვისით, მაგრამ რადოზითაც ჩვენ ამ ტვინის იმაში ვიმყოფები. თუ ეს შეთხელდება, ანუ თუ მე ამას ამოვჭამ ჩემ ტვინს, თუ ჩემი ცხოვრებას არ მივცემ იმას, რომ აი მიწიერი ვიყო და არა მეტი მინდა, რომელსაც ეს არ არის, მაშინ ეს ჩამოიშლება და როცა მე თვალს ავახებ, უკვე სხვანაირად ხედავ სამყარო. 64 და ჯოჯოხეთი, ერთი პატარა აპკით არის გამოყოფილი. ეს არის ჩემი მდგომარეობები, ჩვენ უწყვეტად ვიმყოფები და აი ესე არის. აი ესე მდგომარეობები და ერთხელაც იქნება ეს დაზევება უნდა მოხდეს, ეს გაჯერდეს ეს ყველაფერი და შედგეს კაცი სრულად. ეს აქ და ახლა ხდება. როგორც კი ჩვენ ამას გადავიტან საიქიოში, მე არასდროს არ მოხდება, იმიტომ რომ შენ საიქიოში გადაყვება ის რითაც სავსე ხარ ახლა, რომ იქ მაშინ იქაც იგივე იქნება. იესო რა არის? ამ შემთხვევაში როგორც კი იესოს ვიღებ ჩვენ როგორც ისტორიულ პიროვნებას, თუნდაც თაყვანისცემის ობიექტს, ხატებზე და უკვე რაღაცას ვაკლებთ, იესოს ეს არ უნდა. იესოობა არსებობს, პრინციპი, უწყვეტი მდგომარეობა, რომელიც შენშიც არის იესოს სული და ვინ არის, როგორ იპოვი მას? ეს არის ის ჭეშმარიტება, რომელიც სუსტია, რომელსაც შენი ფიზიკა ერევა, სამყარო არაფერი არა, მაგრამ ჯიუტია, არსებულია, ცოცხალია. და იმას უნდა ვერდგულო, იმისთვის ღირს სიცოცხლე, რომ ის არ ჩაგიქრეს. თუ კი იმას რამე დაემართება, დამთავრდა სამყარო ჩამოიშლება. შეიძლება ყველაფერი კონდეს, მაგრამ მკვდარი ხარ. მე ამისი მეშინია. და მოდი ეს მოკანკალე, პატარა რაღაცა უსახელო ვიღაც, რომელიც ჩვენ ცხოვრებას ალამაზე, აი მე და შენ რო გვიხარია, რა ქვია, მე არ ვიცი რა ქვია მას სახელი. ახლა ისიც კი ვინანე, აი ახლა ვფიქრობდი, უყურებდი ამ სიყვარულს და რატო არ გავცვალე მეთქი ეს აღალდი საერთოდ, რატო დავზარი სიტყვა მეთქი, აი ხო არ ვაფუჭებ, ხო არ ვაკნინებ სიყვარულს, ლაპარაკობთ ამდენს. მოდი ვიცხოვროთ, ვერდგულოთ იმაზე, არ გვიდა ლაპარაკი. თვითონ ეს შენი თვალები იტყვიან ამას, შენი რა ვიცი, უბრალოდ ადამიანი რო გიხარია, სამყარო გიხარ, უკვე გიყვარს. რა ვილაპარაკოთ, არ ვიცი, მართლა გეუბნები, მე რაც რა ვილაპარაკი, ისიც კი არ ვიცი. არც მე ვიცი. ხო და ვილაპარაკი. მაგრამ ხო არის ვიღაცა რომელიც რაღაცას უახლოვდები, არის და მიხარია ეს და მიხვდეთ იმისა, რომ შეიძლება მე რეალობაში დღეს ამას ვერ ხედავ, მე რა გლეხი რომელმაც დათესა ური არ არის იქ ხორბალი, არ ჩანს, არ თავთავი ჩანს, მაგრამ რატო უვლის? მან იცის, რომ თავთავს მოიწევს შიგნდე, ჩვენში არის ის მარცვალი. სხვათაშორის კაცი ებრაულ სიტყვაში არის მარცვალი სიტყვა ჩადება ხაზა არის, ერთ-ერთი სიტყვა არის მამაკაცი, ანუ ღმერთმა აი ჩადო თავისი თავი როგორც მარცვალი. ამიტომ ხატება და იმის ამოსვლას ველოდებით. შეიძლება დღეს არ არის მოწეული, მე რა მაინც ჭირნა ვიწებ მაშინ მე პატარაში გიცხედა. როგორ მოურწყა? პატარაში გიცხედა. ეს თვითონ პროცესია, თვითონ ის იცხამს. შენ იმას თუ მიაყურადებ, ის თვითონ შენ თავარი, აი რა არის, მაგალითად მე რო ახლა ბოსტანი რომ მოვიწიო, 64-შიც კი ღმერთმა რო დაასახლა ადამი, იქაც ისე კი არ მისცა, რომ თავისთავად თვითდინებას მისცემოდა, არა, ორი ცნება მისცა. დაიცავი და დაამუშავე. ეს რესურსები ყველაფერი დევს, ან როგორ მოწყა ის თვითონ მოგთხოვს, ამას შენ მიაყურადე და ის თვითონ მისი მოთხოვნილებას რო ეწირები, როგორ დედმამა ბავშვის იმას უყურებენ, სულ დაფოფინე. ანუ და აი მაშინ
შენ მოგყავს, მაშინ რა გამოდის? იესოს შენ ჭირდები, შენ გეხვეწება რომ გადაარჩინო შენში, შენს მატერიაში, რომელთა შენ ახლა ყველაფერი შეგიძლია და რა ინტერესი გა. ისიც უწეოა შენგანა, შენი წუთისწობრისგანა, ჯვარცმენ შენ ძლიერი ხარ, როგორც ფარისეველი, როგორც პილატე და ეს შეიძლება დასცინი შენს. ახლა ლაპარაკობ, პილატე ამბობს ეს ვიღაცა, შენ ხარ მეფე, შენ ხო ფსიქიკური რაღაცა ხარ, რა სიყვარული კი ქვია, მაგრამ ეს რა არის? არის ევოლუციის შედეგად გამომუშავებული ისა, რომ უკეთ ვიყოთ. და იქით ვიღაცებ ციტატებს მოიყვან მეცნიერის იმის და არაფერი არ რჩება, ვერ იღებ მას როგორც პილატე. ვერც მოწაფეებიც კი ვერ უგებ, მარტო რჩება. და იმ სიმარტოვეში ღმერთი შემოდის, იქ და დარჩე იესოს შეიძლება ვერ ვერდგულო, შეიძლება პეტრესავით არც გაიგო, არც მაგრამ მაინც რომ ცხოვრების აზრი და საზრისი დიახ ჩვენ მისი შვილები ვარ და ის არის უსახელო, ის არ იწონება ლაბორატორიაში, მაგას ვერ გამოიკვირდა, მეცნიერულ მტკიცებას არ ექვემდებარება, როგორ შეიძლება დაექვემდებაროს ჭეშმარიტება, ის თავის თავს ამოწმებს თვითონ, მას არ ჭირდება გარდა მოწმობა. აი თუ ეს შენში შეამჩნიეს, რომ ეს გაწვალებს, აი ეს არის შენი ღმერთი, ჯერჯერობის სუსტი, დაუცველი, მაგრამ რომელსაც მოყვება აღდგომა და ამაღლება, რომელიც იმეფებს დედამიწაზე, ტახტს დაიდგამს, ნათლის სვეტად დაეშვება. ამას მე ვხედავ, შენც დაინახავ, გჯეროდეს წამდე და ეს შენ ნელ-ნელა წმენა იმედი სიყვარული, უკვე სიყვარულად შედგება როგორც მარცვალი ხე და ნაყოფი ხეზე. ნაყოფი ხეზე. დიახ. უღრმესი მადლობა შენ, მამაგურა. უღრმესი მადლობა მადლიერება შენ ამ მოგზაურობისთვის, რომელშიც ვიარეთ მე და შენ და ვატარეთ ჩვენი მსმენელი თუ მაყურებელი. მადლობა მსმენელს და მაყურებელს, რომელმაც ეს თავისი ძვირფასი დრო გვაჩუქა ჩვენ საუბარს დაუთმო და ჩვენთან ერთად იმოგზაურო და მე ერთი მერე დავამთავრებ და ერთი რაღაცა მაქვს რომ აი როგორი განცდა მაქვს იცი რომ ამ მოგზაურობამ ვიღაცაში თუ აი ამ ნაპერწკლები პატარა ნაპერწკლები სიყვარულის გააჩინა მგონია რომ მე და შენმა საუბარმა ჩემი და შენი სიყვარულის გარდა სხვაში სიყვარულის ნაპერწკალის გააჩინათ. ამინა. დაუფიფქიათ ჩვენამდე, ვის მოდიოდა ყველა სიყვარული, პატარა ფიფქი იყო და ყველაზე მეტად რაც ახლა ჭირდება, უჭირს ამ ფიფქებს, რომ კიდე დავეფინო თითო ფიფქა ჩვენი გულით და დაემატება და თოვლად გადავა, უკვე გასკელდება და დავდგებით. როგორც აი ამაზე ვივლი ჩვენაი როგორც ერთმანეთის გულებისკენ ბატოტი, აი შეიძლება უბობა ძაფივით ახლა უყურე სუსტია, მაგრამ თუ ძაფებს გამოვში ჩვენი გული უნდა გამოიშალოს ამ სიყვარულებით უკვე შუაში ბატოტივით, აი ესეთი სახტუნა, ანუ ამ ძაფებზე გავატარებს. შიდა ინტერნეტი იქნება გულის ინტერნეტი უხეშად რო თქვა. ახლა ტვინის ინტერნეტი არის, მაგრამ ისა თუ არა მაქვს ეს რადიმი და მე დანამატი ვკვდები. უარსებობ ჯოჯოხეთი, ეს არის ცხოვრება უსიყვარულო და ხარ და არ გიყვარ, იმპოტენტი გული. ამბაზე მეტი ჯოჯოხეთი თუ არსებობდეს, არ ვიცი. ალბათ ჩვენ უკვე ვართ მაგაგები ჯოჯოხეთში, მაგრამ აი ეს პატარა ნაპერწკალი, რომელიც არ ქრება ამ ჯოჯოხეთში ანთია. მოდი იმას უბეროთ სული პატარემები და ძაფები გაიბმებე გულებს შორის. ნელ-ნელა გამოშვება უკვე ჩვენ ვიგრძნობთ ერთმანეთს უკვე. უკვე ერთმანეთის გაგრძელება ვართ, ახლა ვერა ვართ. ახლა სხეულს გძნობ, ჩემსაც, მაგრამ დიდი სხეული უკვე, როცა ქვაც კი შემოვა. აი მერე ვექნებ მეფე, ეს სასახლეა, როგორც სახსამყოფი, არ იკმარეს ცამსა გაიდარბაზესა და ბოლოს დავამთავრებით ჩემი ჯემალ აჯიაშვილი არ ვიცნობდი ჯემალი ეს სულნათი ჩემი ძმა არ ვიცი, აი ალბათ ჯემალი გამიგებს სადაც არის წყინვალი, ნუ მარტო თარგმნელი კი არ იყო და ისა პოეტი და ისა ადამიანი იყო, მეგრელი იყო, სხვათა შესენაკელი. ებრაელი, ნუ ახლა იქ, მაგრამ მეგრულად მელაპარაკებოდა სულ, სპეციალურად იცოდა რომ მე გამეხარდებოდა და მაგას აქ ერთი გამოსცა მაჩუქა თავისი წიგნი წარწერა და ერთ-ერთი არის მოშე იბნ ეზრა შუა საუკუნეების ებრაელი მისტიკოსი კი არა, პოეტი კი არა, ეს პოეზიაზე მეტია ეს ებრაელი მოახდენს ზონა როგორც ჩვენ წინაპრებს ილია ჭავჭავაძე შოთა რუსთაველს ეს მათთვის ეს ფორმა გამოხატვის ფორმა იყო, მაგრამ არ სიცოდნენ რა არის და ესეც სიტყვებს ეს და ჯემალის თარგმანია გენიალური. ახლა მე არ ვიცი ებრაულად როგორ არის, მაგრამ ნახე როგორ გადმოახეს მალე მიწყდება ბინდის თარეში მზე გადმოდგება ოქროს შვილდებით და სიყვარულის ოკეანეში ჩავიზვირთებით. სასწაულია. მაგურამ ცალკე მადლობა შენ, რომ აი როგორ თქვა
შენ იყავი ჩემთვის ცალკე მანიფესტაცია მაგზნობინე როგორც სახში, იმიტომ რომ კონტექსტი იმისა, რომ ამდენი ამ ჩვენ ქართულ საუბარში, ქართულ ენაზე, საქართველოზე ამდენი დოზით ებრაელობის ხსენების, ფილოსოფიის, რელიგიის სხვადასხვა კუთხიდან შემომიტანე და ყველანაირად მაგზნობინე როგორც სახში ვიცი, რომ შენთვის ცალკე ფასეულობა ეს ყველაფერი და ზოგადად დიდრულად უყურებ სამყაროს და ყველა კულტურას უყურებ, მაგრამ ამავე დროს რაღაცნაირი გასაგები გახდა ჩემთვის 26 საუკუნე რატო არიან ებრაელები საქართველოში. ეს ზუსტად მაგის გამო. მე მგონი ჩვენ ერთიერი ვარ თავში გურა ქალდეაში, ჩვენ ხო ქალდეველები ვართ, რა დიდი წყაროები ამას ადასტურებს. იქ რა მოხდა იბერი რაღაცა საერთო, აი რაღაცა მისია გავიყავი და ბოლოს ჩვენ ერთად მოვიწევთ იმ ჭერნახს, რასაც მაშიახი და მესია ქვია. ცოტა ისეთ ახლა მე ბუდელი ვარ და შეიძლება ვიღაც ორთოდოქსებმა ცოტა ისეთი მისაყვედურონ თუ რაღაც, მაგრამ ჩვენ ხო არა გვაქვს დოგმატიკური საუბარი, ჩვენ თავისუფლად საუბრობ და შეგვიძლია ცოტა ისეთი შევამსუბუქოთ ეს ეკლესია და მართლმადიდებლობა უშვებს ამას აზრების მრავალგვაროვნება. მოკეთ ერთი ანეკდოტებით არის, ანეკდოტი ერთი პოლონსკი არის, პინხას პოლონსკი თანამედროვე ებრაელი კომენტატორი, ინტერპრეტატორი თორას და მოვიდა მესია, ხა ებრაელი და ქრისტიანი ორივე ელოდება, ხა ქრისტიანი ელოდება მეორედ მოსვლას, ეს ელოდება მაშიახს და ერთი მოვიდა. მე და შენ ორს ველოდა ორივესთვის ნაცნობიები და ამან ქრისტე იცნო მეორედ მოსული, იმან მაშიახი და ებრაელი მიდის და ეუბრება ძალიან გთხოვო თქვიო რომ პირველად მოხვედიო. ახლა ქრისტიანი მივიდა და ძალიან გთხოვო თქვიო რომ მეორედ მოხვედიო და მესიამ თქვა ერთი სიტყვა no comments. და ახლა აი ესე გაიცინებს სამყარო, როცა მიხვდება რა გვაცოდვილებს უბრალოდ მანამდე გზა გვა გასავლელი და ხო იცი ახლა გზაზე რომ მივდიოდეთ, აი შვილი რომ მიყავდეს ან ცოტა ისეთი შენ რომ მეთაური იყო და დაღლილი და ცოტა გული რომ უტყვა შენ რომ აგულიანება მეთაური რო ხარ. და კი არის იბნელე, კი არის, მაგრამ იქ რო ის აი არის ცოტა და არის ეს ნათელი. არის ეს ნათელი ჩვენ დღევამდე არ მოვიდოთ. მიუხედავად დღეს ეს არ ჩანს, ჩვენ გავიცინებთ და ცრემლი თესველი სიმღერით მოიმკია, როგორც ფსალმოში წერია. მიდის და ტირის თესველი თესლისა, მოდის და სიმღერით მოაგზნებით თვისი. როგორ შეიძლება და ჩვენი წამებულების, ჩვენი 100,000 მოწამე თუ წმიდანინო და მთელი მოაზროვნეები და ილია ჭავჭავაძე რო გაზაფხული, ეს ყველაფერი ამავე ძალისხმევა, არსად არ მიდის და რით თავდება. ეს ხო აბსურდია. რა არის ის რისკენაც მიდიოდნენ, იქნება აკვანში ეს ყრმა, ვინ არის ეს ყრმა, ან მიჯაჭვული ამირანი, ეს ხო სხვა ერებსაც აქვს ჩვენთან გამოკვეთილა, ან წმიდანინო რატო იწოდება ინდოელ ტყვედ, რა შუაში ინდოელი, ეს გაიგოთ, ბოდბეს ბუდა ქვია, თოთის მთას თოთი, აქ არის უნივერსალური ქრისტე რომ მოვა რელიგიების მიღმა, ცნობიერება შედგება როგორც კაცი და ამის ის არის ვეფხისტყაოსანი ლანდშაფტი, ეს არაბეთი, ინდოეთი, ვერეტევა. განსაზღვრებით რა ქრისტეს ჩატევ მაშინ სწორედ მართლმადიდებლით მესია ის არის ეს კაცი დაბადონ და ეს იქნება ჩვენი სამყაროს წინაშე ჩვენი ვალის მოხდა და ჩვენი წინაპრების ძალისხმევის აღსრულება. ეს იყო მამა გურამი ჩემთან კაცმანის სხვა პოდკასტში თემით სიყვარული. იყო სიყვარული. იარი ლაპარაკა სიყვარულზე. იყო სიყვარული. და მეც ვიყავი სიყვარული მასთან ერთად და მოგესიყვარულები და უღრმეს მადლობას გადაგიხდი ამ მოგზაურობის. შეიძლება პატარა, მაგრამ მაინც სიყვარული. იკონისაკლია, კონდიცია და რაღაცა მასა აკლია და მასა მოიმატებს. მოიმატებს აუცილებლად. შემოგვერთით ამ მასაში. მადლობა, დიდი მადლობა გუნდს, რომ ეს გვიწერდა. მადლობა. ეს